ეხლა გავაშიარებ გამოჩნდა ხო? კი. აჰა. აი. რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, ესე იგი? დღეს უნდა ვისაუბროთ ისევ და ისევ ტაბულარულ დატაზე. ანუ ტაბულარულია დატა, ისევ რო გავიმეოროთ. ისეთი მონაცემები, რომლებიც ცხრილის სახით შეიძლება წარმოქმნდეს. აი, მაგალითად, Excel-ში რო შეიძლება ჩაიწეროს. ყოველი სვეტი არის რაღაცა ველი და ეს ველი ღებულობს რაღაც სხვადასხვანაირ მნიშვნელობებს. ეხლა გარდა რიცხობრივი მნიშვნელობებისა შეიძლება შეგხვდეს ასევე ისეთი ველები, რომლებიც ანუ რიცხობრივ მნიშვნელობებს არ იღებს, მაგალითად სიტყვებს, კატეგორიულ ცვლადებს რა. ან ასევე შეიძლება დისკრეტული იყოს რიცხვების რიცხვით მნიშვნელობებს იღებდეს. მაგრამ ეგეც კატეგორიული იყოს რა. ანუ მაგალითად კვირის დღე, პირველი დღეა, მეორეა, მესამეა თუ მეოთხეა. ანუ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ ცვლადებს შორის ზოგ შემთხვევაში მიმართება არ არსებობს. კერძოდ, აი მაგალითად თუ ერთ-ერთი ცვლადი გააქვთ, კატეგორიული ცვლადი, რომელიც აღწერს რაღაცა სფეროს ან სქეს, მამაკაცია თუ ქალბატონი. ეხლა ვერ იტყვით თქვენ, რომ წითელი მეტია ყვითელზე ან პირიქით. იგივენაირად ეხლა როგორც სქესში, მაგალითად ქალი და კაცი, ეხლა ქალი უფრო მეტია თუ კაცი ვერ შეადარებ ხო ერთმანეთს. გარკვეულწილად ეხლა რაღაცა ზოგიერთ სოციუმში შესაძლებელია ჩაითვალოს ქალი უფრო მეტია ვიდრე კაცი ან პირიქით. არა ჩვენ ხო ეხლა ეგეთ სოციუმში არ ვცხოვრობ, ჩვენთან ყველა თანასწორუფლებიანი ვარ და მაგ გაგებით ისედაც არ გაიგება აქ მეტობა და ნაკლებობა. აქ გაიგება მათემატიკური აზრით. ხო და რაღაცნაირად გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ როგორღაც მოდელები გავწვრთნათ, რომ შემოვიტანოთ აეგ ცნება ისეთ სიდიდეებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან შედარებადი არ არის, რომ როგორმე გავხადოს ეს სიდიდეები შედარებადი. ჩვენ წინა გაკვეთილებზე ვისაუბრეთ კატბუსტზე, რომელიც აი მაგ კატეგორიულ ცვლადებს თარგმნიდა რიცხობრივ ცვლადებში და მერე უკვე თუ გადავთარგმნეთ და ურთიერთსამსახა ასახვა მაქვს, ანუ ყოველ კატეგორიას მაგალითად ფერში რამდენი ფერიც არ უნდა მქონდეს მოცემული, ლურჯი, წითელი თუ ყვითელი. თითოეულ კატეგორიას თუ რაღაცა უნიკალური რიცხვი შეესაბამება, კატბუსტმა ეგრე გადაჭრა. მაშინ უკვე ცალსახად შეიძლება საუბარი რა, რაღაც ჭკვიანური აზრით თუ შეუსაბამებთ რაღაცა კონკრეტულ კატეგორიას, კონკრეტულ რიცხვს. მაშინ შეიძლება უკვე საუბარი ამათ შორის შედარებაზე. ეხლა მეორე შემთხვევა, რასაც ეხლა ეს სტატია გვთავაზობს აქ. არის რომ, ნუ აი სტატია კი არა ზოგადად კიდე ნეირონულ ქსელებში, როცა სიტყვების ენკოდირება, ანუ ემბედინგიზე არის ხოლმე საუბარი. იქ როგორც წესი, ამ სიტყვების თარგმნა ხდება უკვე არა ერთ რიცხვით მნიშვნელობაში, არამედ რაღაცა რიცხვთა სიმრავლეში, ანუ რაღაცა ვექტორში რა, n განზომილებიან ან d განზომილებიან ვექტორში. შესაბამისად, რადგან უკვე მე ეს თარგმნილი მაქვს, ესე გადავთარგმნე, როგორღაც დავისწავლე ეგ კავშირი ყოველ კატეგორიას შეუსაბამებ. მე რაღაცა d განზომილებიან ვექტორს, ეს d განზომილებაც ცალსახად არის რაღაც პარამეტრი, ჰიპერპარამეტრი, რომელიც უნდა დავისწავლოთ კროს ვალიდაციით ან რაღაც მაგდაგვარი მეთოდებით. უпростоრად წუნინგი ან წინასწარ გაუსეტოთ, ან კიდე წუნინგის დროს დავისწავლოთ ეს d პარამეტრი. ხო და ნუ მაგ ვექტორში თუ გადავთარგმნეთ, უკვე ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მაგალითად ორ კატეგორიას შორის მანძილი. და ეხლა დღეს მაგაზე უნდა ვისაუბროთ ზუსტად რომ განსხვავებით სიტყვებისგან, word embedding-ისგან, სიტყვების embedding-ისგან, აქ კატეგორიულ ცვლადებში და ტაბულარულ მონაცემებში სხვადასხვანაირი
ტიპის კატეგორიები შეიძლება შეგხვდეს. ანუ ტექსტების პროცესინგის დროს, რაც შეხვედრილი ხართ თქვენ ალბათ natural language processing-ში, ის სხვა ტიპის ტექსტებია, განსხვავებით ტაბულარულ დატაში, რაც შეგხვდებათ კატეგორიებად. კერძოდ, მაგალითად, შეიძლება წააწყდეთ თქვენ ესეთ კატეგორიას, რომელიც არის პირადი ნომერი. რიცხვთა, ციფრთა თანმიმდევრობაა, მაგრამ არაფერს გეუნებათ ეს თქვენ. ეხლა იმ რიცხვს, კონკრეტულ რიცხვს, სიტყვას უпростоრად ტექსტების პროცესინგის დროს რაღაცა შინაარსი გააჩნია, ხო იმ სიტყვას. მაგრამ აქ ამ რიცხვს არანაირი შინაარსი გარდა იმისა, რომ უნიკალურად აიდენტიფიცირებს რომელიღაც users ან რაღაც კონკრეტულ პროდუქტს, არანაირი სხვა განმარტება არ აქვს. ეხლა ამ კატეგორიულ ცვლადებში კიდევ შეიძლება გამოვყოთ რაღაცა ორგვარი ტიპის კატეგორიული ცვლადი. ერთი არის ჩვეულებრივი ნომინალური კატეგორიული ცვლადები, რომელთა შორისაც ანუ მიმართებას ვერ დავალაგებთ და არ არსებობს, ბუნებრივად არ არსებობს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არსებობს ეს მიმართებები, აი მაგალითად კვირის დღეებში. ხა, როგორც წესი, სამშაბათი მოსდევს ორშაბათს. ან თვეებში მაგალითად ყველაზე ბოლოს არის დეკემბერი, ხო, იანვრით იწყება წელი და ნუ პირველი თვე აღნიშნავს იანვარს წლის დასაწყისს და რაღაც ბუნებრივი ორდერინგი შეიძლება არსებობდეს რა. თუმცა ეხლა ეს სტატია განიხილავს მაგისგან განურჩევლად ორდერინგი, ანუ ორდინალური მაგასეთი ტიპის კატეგორიული ცვლადებს ეწოდება ორდინალური კატეგორიული ცვლადები, რომლებშიც უკვე რაღაცა ბუნებრივად ორდერინგი არსებობს. შეგიძლია დაალაგოს დადობით ან კლებადობით და ასე შემდეგ. თუმცა მად მიმართება რომელი უფრო ხო ეს ცალსახად, ნუ რო ალაგებ უკვე ორდერინგს ვაკეთებ, შეგიძლია რაღაც კუთხით განსაზღვრო, რომ თითქოს მაგალითად მარტი უფრო მეტია ვიდრე იანვარი, იმიტომ რომ მარტი მოდის იანვრის მერე, მაგრამ ნუ ესე ცალსახად ვერ იტყვი, პირიქითაც შეგიძლია თქო, მაშინ იანვარი უფრო მეტია ვიდრე მარტი, იმიტომ რომ პირველი ის იწყება. ხო და ესე ცალსა ის რო არ იყოს გაურკვევლობა და ორაზროვნად ვისთვის როგორ, ესე რო ვთქვათ, ვისთვის რომელი უფრო მეტია, ვინ როგორ აღიქოს, ეგრე რო არ იყოს და კაცრად მათემატიკურად დასაბუთებული მიმართებები გქონდეს ამ კატეგორიებში. მაშინ უკვე საჭიროა როგორღაც ისევ და ისევ თარგმნოთ ეს კატეგორიული ცვლადები რიცხვით მონაცემებში, რიცხვით ვექტორებში, რომელთათვისაც უკვე ცალსახად იქნება განსაზღვრული ეგ ორდერინგი იქნება თუ შეკრებები იქნება თუ სხვა მრავალი მანიპულაციები, მათემატიკური მანიპულაციები. კარგით. და ეხლა რადგან ტაბულარულ დატაზე ვსაუბრობთ, ისევ და ისევ აქ იწყება ესე, რომ ეს სტატია განიხილავს, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ, ფუნქციათა აპროქსიმაციის კონტექსტში, ამოცანის კონტექსტში უყურებს აი ამ კატეგორიული ცვლადების ტრანსფორმაციას რიცხობრივ ვექტორებში რა. და კერძოდ, აი უნდა რომ დაისწავლოს აი ესეთი f ფუნქცია, როდესაც მოცემული არის ინფუთი, n განზომილების ინფუთი, გაძლევს რაღაცა y ცვლადს, y მნიშვნელობას. და ნუ ისევ და ისევ თქვით, რომ აქ აი მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ემბედინგები, ანუ გარდაქმნები ვისწავლოთ ცვლადებს შორის კატეგორიულიდან რიცხობრივში, ისევ თარგმნოთ ესენი, რომ რაღაცა კონკრეტული შინაარსი გქონდეს რა. აი კერძოდ, მაგალითად, ing-ის შესაბამის ვექტორს რაღაცა ეს ხო ing მაგალითად კატეგორია რაღაც კონკრეტული ცვლადი იღებს მნიშვნელობას ing-ს. მას რო დააკლებ, მაგის შესაბამის ვექტორს რო დააკლებ, men-ის შესაბამის ვექტორს, დაახლოებით იგივე ვექტორი უნდა იყოს, რაც queen-ს რო დააკლებ women-ს. შინაარსობრივი კავშირები უნდა იყოს ამ ვექტორებს შორის. ისევე როგორც მაგალითად პარის რო დააკლებ France-ს, საფრანგეთს და რომს რო დააკლებ იტალიის. აი რავი, მაგალითად ing და men-ი თარგმნილია მაგალითად ხუთგანზომილებიან ვექტორში, მათი სხვაობას რაღაცა ხუთგანზომილებიანი ვექტორი იქნება, იგივე queen-ზე და women-ზე თარგმნილია ეს ხუთგანზომილებიან ვექტორებში, მათი სხვაობაც
ხუთგანზომილებიანი ვექტორი იქნება, ხვდებით ხო ამას მომყვებით ხო სავარაუდოდ? კი. თუ არა, ხო. და ეს ამათი სხვაობები რაღაც აზრით სიგრძეებითაც და მიმართულებითაც, ანუ ვექტორული სხვაობა და ჯამები ხო ისევ ვექტორს გვაძლევს რაღაცას, სხვას. მიმართულება და ვექტორი განისაზღვრება რაღაცა კოორდინატები და პლუს მიმართულებით რა. ეს მიმართულება და ეს რიცხობრივი სიდიდეებიც ფაქტურად ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს, მაგას ითხოვს რა. ხო, და რადგან ახლა ისევ და ისევ უნდა შეადაროს ნეირონული ნეტების პერფორმანსი, აქ ნეირონულ ნეტებზეა საუბარი, როგორღაც ხო თქვით, რომ ანუ ძალიან ძნელია დაამარცხო ყოველ შემთხვევაში, ეხლა შემოდის როგორმე ისეთი ნეირონული ნეტების კონფიგურაციები და არქიტექტურები, რომ პერფორმანსით ზოგ შემთხვევაში უტოლდება ამ ხის მოდელებს, ბუსტინგის მოდელებს და ასე შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ვერ უტოლდება ჩამორჩება. Ну, მოკლედ, იმდენად ეფექტურია ეს ხის მოდელები ამ ტაბულარულ დატაზე მუშაობისთვის, რომ ესეც ალსახად ჯერჯერობით მიუხედავად ასეთი თავისი სიმძლავრისა ნეირონული ნეტების ანუ წარმოდგენა შეუძლია, ფუნქციების რეპრეზენტაცია შეუძლია ძალიან კარგად, ანუ მრავალ განზომილებაში შლის ამ ყველაფერს. მაგრამ რატომღაც აი ამ ტაბულარულ დატაზე ვერ მუშაობს. და ისევ ცდილობენ, რომ რატომღაც არა, ну ამას თავისი ობიექტური მიზეზები არსებობს, მაგრამ აქვს და ცოტა ეხლა შორს წაგვიყვანს მაგაზე საუბარი. მეტნაკლებად კი შევეხეთ მე მგონი წინა გაკვეთილზე მაგას. ხო, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ როგორღაც უნდათ რომ დაამარცხონ ნეირონული ნეტებით რაღაცა შექმნან ისეთი არქიტექტურა თუ პრეპროცესინგის სტეპები, რომ როგორღაც აჯობებენ ამ ბუსტინგის და tree-based მოდელებს რა. ხო და ნუ ბენჩმარკებად ეგ tree-based მოდელები აქვთ როგორც წესი, იმიტომ რომ ტაბულარულ დატაზე ეგენი მაგათი პერფორმანსი არის ძალიან საკმაოდ მძლავრი. და ცდილობენ რომ ახლა როგორმე დაამარცხონ და აი აქ ამ related work-ში და აი ამ მეორე განყოფილება, უბრალოდ მესამე განყოფილებაში იხილავს უკვე ამ tree-based მოდელებს რა, მეტი სხვა აქ ისეთი არაფერი არ არის. აბა რავი, ახლა ჩაერთეთ თქვენს მარტო მე ნუმალაპარაკებთ ეს თუ გაარჩიეთ ის ნოუთბუქები, რაც სალომე მაგიტვირთათ Discord-ზე და ხედავთ თუ არა აქ მსგავსებას იმ ნოუთბუქებსა და ამ სტატიაში უკვე აი single decision trees შემთხვევაში. აბა კერძოდ კონკრეტულად რას ხედავთ? აბა თუ გვახსოვს ის ნოუთბუქები და რაზე ვისაუბრეთ? ესწრებოდით წინა ლექციებზე, მე მგონი სხვადასხვა ნიკოლოზ, მე მგონი შენ იყავი, მახსოვ ხარ, ხო? ნიკოლოზი ახლა არა აქ. არ არის. აბა რომლებს სად უნდა ვნახო ვინ მესწრებით? აქ 5 პარტიციპანტები. ხო, ანტონ, მე მგონი შენ იყავი. თუ არ იყავი, შენ მე მგონი მეორეზე იყავი, ხო? კი. პირველზე არ ყოფილი ხარ სავარაუდოდ. გიორგი, შენ? მე არ ყოფილვარ წინაზე, არა. ანუ პირველად დღეს შემოგვიერთდი, ესე იგი. კი. ხო, კარგი. ნუ მიზანი, მაშინ ისევ მე ჩავყვები, მიზანი ახლა ამ ყველაფრისა თან ისე უნდათ რომ გააკეთონ ეს ასახვა კატეგორიული ცვლილებისა ამ ვექტორებში, რომ დაახლოებით იყოს problem specific რა, ანუ აი იმ კატეგორიის შესაბამისი ტარგეტები რაც არის, სწორად რომ აისახებოდეს ამ ვექტორებში, მე რეალურ ვექტორს რო შევხედავთ, მაგალითად თუ რაღაცა ორი კატეგორია ერთმანეთის მსგავს აუტპუტებს გვაძლევს, საბოლოო ჯამში ერთმანეთის მსგავსი ტარგეტები შეესაბამება ამ ორ კატეგორიას. მაშინ უნდათ რომ როგორმე დაისწავლონ ისეთი ემბედინგი, ანუ ამ კატეგორიების მრავალგანზომილებიან ვექტორებში გარდაქმნა, რომ ის ვექტორებიც დაახლოებით ერთმანეთთან ახლოს იყოს იმ, ანუ მსგავსი ვექტორები მიიღო.
ხო, აქ არის აღწერილი დაახლოებით იგივე აღწერილი აი იმ related work-ში აქ მე რომ წაიკითხავთ თქვენს. გადახედეთ და მიხვდებით რომ მაგაზია საუბარი. ეს ფორმულები წეგან ვისაუბრეთ, აქ არის უბრალოდ საუბარი კონტექსტის დაჭერაზე რა. რომ რა არის იმის ალბათობა, რომ WC სიტყვა შეგხვდებათ, როდესაც მოცემულია რაღაცა W სიტყვა. ანუ W არის კონტექსტური, ანუ მაგ სიტყვის ირგვლივ მახლობლობაში, ანუ ან წინ, ან უკან, ასე შემდეგ წინადადებაში, როგორც language processing-ში არის, აი იმ კონტექსტში რაღაც კონტექსტ window გაქვს აღებული, თუ სწორად მესმის ახლა ეგ სიმართლე რო გითხრათ, ამ ვერ დავიკვეხნი, რომ natural language processing-ში რაღაც დიდი ექსპერტიზა გამოჩნია, მაგრამ თუ სწორად მახსოვს ეგრე არის, რომ რაღაცა სიტყვას აიღებენ და მის გარშემო თუ თქვენც რამე წარმოდგენა გაქვთ შემომეშველეთ. თუ რამეს არასწორად ვამბობ, შემისწორეთ, არ არის პრობლემა. Context windows აიღებენ, მაგალითად 5 სიტყვა წინ და 5 სიტყვა შემდგომში და მან უყურებენ სხვადასხვა სიტყვების მოხვედრის ალბათობებს, კონკრეტული ერთი სიტყვის ირგვლივ. და დაახლოებით ეგ არის მოცემული აქაც, რომ მე ეს ალბათობა, რეალურ სიტყვებზე დათვლილი ალბათობა უნდა შეესაბამებოდეს უკვე ეს ვექტორების ვექტორულ სივრცეში, ანუ ამ W-ს შეესაბამება უკვე bold W ვექტორი, რაღაცა დეგანზომილებიანი და იგივე ამ context word-საც რაღაცა სხვა თავისი n განზომილებიანი ვექტორი შეესაბამება და აქ სკალარული ნამრავლები არის აღებული. და ეს რიცხვები დაახლოებით უნდა ასახავდეს ტექსტში, რაც ხდება დაახლოებით იგივე სიხშირეებს რა. მაგალითად, რა ვიცი, რაღაც სიტყვა ავიღოთ, table პირობითად, table-ის ირგვლივ სხვადასხვა სიტყვების განაწილება ტექსტში როგორც არის, დაახლოებით იგივე შედეგები უნდა მივიღოთ, აი ამ ფორმულითაც რო დათვლით, მე უკვე მაღალგანზომილ ვექტორულ წარმოდგენას რო დავისწავლოთ უკვე ამ table-ისაც და მის გარშემო კიდე vocabulary-ში რა სიტყვებიც გვაქვს, დაახლოებით ერთი და იგივე შედეგებზე უნდა გავიგეთ. ხო, მე აქ მესამე სექციაში უკვე რას ამბობს, რომ რეალურად რადგან tree-based მოდელები და მეთოდები დომინანტები არიან ამ ტაბულარულ დატასთან მუშაობის პროცესში, უბრალოდ მიმოიხილავს რა არის ეს tree-based მოდელები. და პირველად იწყებს აი single decision tree-ს აღწერით, რაც დაახლოებით კი არა ფაქტურად იგივეა, რაზეც წინაზე ვისაუბრეთ, პირველ გაკვეთილზე რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ. ეს არის ინდიკატორ ფუნქცია, ისევ და ისევ რო დავიწყოთ, კიდევ უცბად რო ჩავირბინოთ. ინდიკატორ ფუნქცია, რომელიც გეუბნება, რომ თუ x-ი, შენი input-ი, ფუნქციის input-ი ეკუთვნის რაღაცა RS, მაშინ ერთიაო, აი აქ წერია განმარტება, თუ x-ი არ ეკუთვნისო, აი ამ RS-ო, მაშინ ნულიაო. გადამრავლებულია რაღაც კოეფიციენტზე. სამ კოეფიციენტზე და ანუ ამ ინდიკატორ ფუნქციების წრფივი კომბინაციათ აქვს წარმოდგენილი აი ეს f ფუნქცია, რომელიც აინტერესებს რომ დაისწავლოს. აი ეს აქ რო ქონდა წარმოდგენილი. ამას უნდა რომ მიუახლოვდეს რაღაცა ინდიკატორ ფუნქციების წრფივი კომბინაციით. მიუახლოვდეს, ეხლა რა აზრით უნდა მიუახლოვდეს, ხო, რაღაცა ოპტიმალური აზრით. კერძოდ ამ ოპტიმალურ აზრში იგულისხმება აი ეს ფუნქცია რო რაღაცას დაგიპრედიქტებს, რაღაც მნიშვნელობას რომ მოგცემს, ანუ წაიღებს ამ x-iurs, ნახავს რომელ RS ეკუთვნის, ამ RM-ებიდან რომელს ეკუთვნის, ანუ თან აქ მნიშვნელოვანია ცალსახად, რომ ეს RM-ები არის თანაუკვეთი არეები x-ის განსაზღვრის არეში. მაგალითად, თუ x-ი ერთგანზომილებიანი ვექტორია, მაშინ რაღაცა მონაკვეთებია ერთმანეთთან, ანუ მეზობელი მონაკვეთებია, უბრალოდ რომელთა თანაკვეთაც არის სარიელი სიმრავლე, ანუ მთლიანი განსაზღვრის არის, მაგალითად, თუ x-ი იცვლება 0-დან 10-მდე, ამ 0-დან 10-მდე მონაკვეთის კიდევ უფრო პატარა მონაკვეთებად დაყოფაა, რომლებსაც ერთმანეთთან თანაკვეთა არ აქვს. და ნუ ცხადია, რომ ეს იური x-ი რომელიღაცა ერთ-ერთ მონაკვეთში ჩავარდება, ხო? მე იმ მონაკვეთში რო ჩავარდება, გადამრავლდება, დაბრუნდება ერთიანი
გადამრავლდება მაგის შესაბამის კოეფიციენტზე CM-ზე და მერე შეედარება Y-ს ნამდვილ ტარგეტს რა. ანუ გამოაკლდება ნამდვილ ტარგეტს ეს მიახლოებით დათვლილი რაღაცა ეს CM კოეფიციენტი და ეს RM ანუ ეგ RM R-ს ანუ R რომელ ის პატარა მონაკვეთებიც და აი ეს CM კოეფიციენტებიც არის პარამეტრები რომლებიც უნდა დაისწავლოს დასწავლის დროს უნდა დადგინდეს. რო დაუშვათ თუ რაღაცა ეს ფიქსირებულია, მაშინ ეს სიდიდე ცნობილია ეს სხვაობა. თუ CM-ის საწყის ეტაპზე რაღაც რანდომულად დაიწყე CM-ის შეფასება, ესეც რანდომულად დაყავი და შეისწავლე ეს სიდიდე და საბოლოო ჯამში მიიღე რაღაც ლოსი, ამას ქვია loss ფუნქცია. და შენი მიზანია ისეთნაირად შეარჩიო ეს კოეფიციენტები და ეს მონაკვეთების რაოდენობა იქნება თუ სად დასპლიტო ეგ split point-ები. ისეთნაირად შეარჩიო, რომ აი ამ CDD-ის კუმულაციური ცდომილების მინიმიზაცია მოახდინო. ნუ ეს ლოსი შეიძლება აქ კვადრატული ლოსი აქვს მოყვანილი მაგალითად, მაგრამ შესაძლებელია რომ კვადრატული არ იყოს, რავი, წინარე გაკვეთილზეც განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის ლოსები რა. ვიდეოს ხო არის ჩანაწერი არის, შეგიძლიათ გადახედოთ, ნოუთბუქიც იქვეა, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაუვაროთ. და ნუ აქვე ეს არის ნაჩვენები, იქაც ჩვენს გამოყვანილი გვაქვს, რომ თუ ესეთი ლოსი გაქვს აღებული, მაშინ ეს CM-ი შეესაბამება აი ამ მონაკვეთში, RM მონაკვეთში ჩავარდნილი წერტილების რაოდენობის საშუალოს, ანუ შენი ტარგეტების Y-ების საშუალოს. ეგ არის აქ აღწერილი ზუსტად, მეტი სხვა არაფერი წერია აქ, რომ ოპტიმალური კოეფიციენტი, რომელიც აი ამ გამოსახულების მინიმიზაციას აღწევს, არის საშუალო უბრალოდ მაგ კონკრეტულ მონაკვეთში, M-ურ მონაკვეთში ჩავარდნილი Y-ების საშუალო. ნუ Y-ები არ ვარდება ცხადია, ეხლა M-ურ მონაკვეთი X-ებისთვის არის განსაზღვრული, მაგრამ ნუ ანუ ეს ხო წყვილებია X-Y-ები და ანუ ისეთი Y-ები აღებული, რომელთა შესაბამისი X-ებიც ჩავარდნილია აი ამ RM-ში რა. X-ის საფუძველზე უნდა დააპრედიქტო Y-ი შენ. ეგ არის ნათქვამი, მორჩა და გათავდა და აქ უბრალოდ მე კრიტერიუმია იმისა თუ როგორ დასპლიტო, რანაირად შეარჩიო ოპტიმალური split point-ები, უпростоრად split point, ხო, ოპტიმალური split point-ები რა, რაღაცა აზრით უნდა იყოს, ეგეც ოპტიმალური. და ისევ იმ აზრით, რომ აი ეს ფუნქცია შეამციროს. ისეთნაირად არჩევ შენ ამ split points, რომ აი ამ ფუნქციის მინიმიზაციას კონდეს ადგილი. ყოველ ჯერზე. აი, მე მგონი გასაგებია, ხო? აქამდე ეს. თუ არა? კი. ხო, ეს არის ერთი ხის გაზრდის პრინციპი, ანუ ერთი decision tree რო გაზრდო და ნუ ეს ნათქვამია აქ, რომ თუ ძალიან ღრმა ხეს გაზრდი, ეგ ძალიან ღრმა ხე რას შეესაბამება, რომ ძალიან ბევრი წვრილი მონაკვეთები აიღო რა, ანუ ფაქტიურად ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ ეს მონაკვეთების სიგრძე ერთგანზომილებიან ღერძზე იმდენად შეგიძლია დაავიწროო, ანუ ბევრი ფოთოლი აიღო, რომ შეგიძლია ფაქტიურად თითოეული Y-ი ცალკე მონაკვეთში დაიჭირო. ანუ იმ დონემდე შეგიძლია ჩახვიდე. მაგრამ მაგას მიყავხარ უკვე სამაგიეროდ ახალი პრობლემა ჩდება და ალბათ გესმით რა პრობლემაც არის ეს, ხო? კი, overfitting-ი არის ზუსტად, მივყავართ overfitting-ამდე. და ნუ აქ განმარტავს უკვე ერთ-ერთი ტექნიკა მაგის თავის დაზღვევიდან და ანუ თან მეორე პრობლემა ის არის, რომ შენ თუ ძალიან ღრმა ხეს არ გაზრდი, მაშინ შეიძლება underfitting-ი კონდეს და საკმარისი ინფორმაცია ვერ ამოიღო ამ დატიდან. შესაბამისად, ერთ-ერთი solution-ი ამ ვითარების არის ესეთი, რომ გაზარდო რაც შეიძლება ღრმა ხე და მერე უბრალოდ რაღაცა ნოუდები გააერთიანო. რაღაც კოლაფსი გააკეთო იმის და მიხედვით, რომ კიდე რაღაცა ოპტიმალური, რაღაცა CDD-ის მინიმიზაცია მოახდინო და ეს CDD დაითვლება აი ესე, ისევ და ისევ. აი ამ პროცესს ეწოდება პრუნინგი. რომ უბრალოდ რაღაცა კონკრეტულ ნოუდებს საბოლოო ჯამში ერთად გააერთიანებ რა.
თუ მაგალითად ტ განზომილებიან, ტ ლიფიან ხე გაქალგებული, უბრალოდ ტ-ს შეამცირებ, ანუ და მორჩა და გათავდა. მე ახლა აქ არის საუბარი მეორე მეთოდი არის random forest-ი. Random forest-ს ხსმენიათ რაღაც, ხო მე მგონი, თუ ჯერ არ ხსმენიათ მაგასთან დაკავშირებით არაფერი. კი. ხო, იგივეა, რაც ეს single decision tree, მაგრამ უბრალოდ ბევრი სხვადასხვა ამოსამპლურ დატაზე რა. Bootstrap sampling-ზე ის შესახებ ხსმენიათ, ხო რაც არის? თუ არ არიცით რა არის bootstrap sampling-ი? Bootstrap sampling-ი არის მე თუ მაქვს n ცალი data, ხელახლა რო ამოვსამპლო n ცალი data, ოღონდ with replacement. ანუ ეს განაპირობებს იმას, რომ ზოგიერთი სამპლი ჩემთან რამოდენიმეჯერ მოხდება, ზოგიერთი ჩანაწერი, ზოგი ვაფშე არ მოხდება. ანუ ეგრე უნდა ამოვსამპლოთ ყოველი ხის აგების წინ და ეს ხეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იგება. რაღაცა n ცალ ხეს აგებ ასე რომ ვთქვათ რა. მე არის კიდე გარდა მაგისა ერთი განსხვავება ის აქვს, რომ ასევე ყოველ node-ში დასასპლიტად იხილავ მხოლოდ m რაოდენობა features, ანუ subsets რეალური feature-ებისას. დაგვემატა ხო ვინმე ახლა აქეთ მე ვერ ხედავ ვინ გვემატება თუ ვინმე ითხოვს შემოსვლას გამოფრთხილეთ ხოლმე. მე გავამაგებს. ხო, კარგი, სალომე, შენ აქ ახარ ესე იგი მთელი შეხვედრის განმავლობაში. დიახ. კარგი, მადლობა. კაი, ხო და გავაგრძელოთ ახლა საბოლოო ჯამში ეს n ხეს რო ააგებ, ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს, მე უბრალოდ მაგ ხეების prediction-ს ასაშუალოებ და ვсё, მორჩა და გათავდა. ეს არის random forest. ეხლა რა არის gradient boosting-ი? Gradient boosting-ს უკვე წინაზე ძალიან საკმარისად ბევრი ვისაუბრეთ. ესეც იგივეა დაახლოებით ამ როგორც random forest-ი, ამ სხვადასხვა ხეების რთული კომბინაციაა. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ყოველი მომდევნო ხე, აქ ხეების აგება იტერაციულად ხდება. ყოველი მომდევნო ხე იგება უკვე წინა ხეების კომბინაციის, ანუ წინა ხეების ჯამის შედეგად დაშვებული შეცდომებზე, ანუ იმებს სწავლობს, ასე რომ ვთქვათ რა. ეს შეცდომა კიდე წინა ხეების დაშვებული შეცდომა კიდე იზომება გრადიენტით რა, ამ loss-ის გრადიენტით. და მე ხო ვთქვით ისევ და ისევ, ზოგ შემთხვევაში თუ კვადრატული loss-ია, ეს გრადიენტი ემთხვევა რეზიდუალებს, თუ აბსოლუტ loss-ი არის, ეს გრადიენტი ემთხვევა ნიშნებს, აი ამ რეზიდუალების ნიშნებს. და თუ მაგალითად hinge loss-ი არის, hinge კი არა, უბრალოდ Huber-ის loss-ია ბოდიში, იქ ემთხვევა სხვადასხვა რაღაცებს რა, ანუ რაღაც ნაჯვარი არის ამ აბსოლუტ loss-ის გრადიენტის და squared loss-ის გრადიენტის. ო, ეს აქ მოყვანილი უბრალოდ მეტი არაფერია და მე ამ ხეების ფივი კომბინაცია და გაძლევს საბოლოო ჯამში boosting-ის ეფექტს რა და gradient boosting-იც მაგიტო ქვია. სახელიც მაგიდან მოდის. ო. ხო, აქ მეც არაფერს აქ უკვე სტრუქტურულ დატაზე საუბრობს, ისეც არაფერს, ზუსტად იმას აღწერს, რასაც წინა შესავალის დროს ვისაუბრეთ, რომ ხშირად არის ისე, რომ შედარება და არ არის, მაგალითად რამოდენიმე ფერი, აი მაგალითად blue bigger than red-ო, ამაგას ვერ იტყვიო. თუნდაც ესე რომ ენკოდირება გაუკეთო რა, როგორც label encode იგი რასაც გულისხმობს, მაგალითად სამი ფერი თუ გაქვს blue, red და yellow, 1 2 3 ენკოდირება გაუკეთო, ეგ იმას სურათს არ ნიშნავს, რადგან სამიანი yellow-ა, რომ მეტია მაგალითად red-ზე. ან რაღაც პირიქით ამათი საშუალო, რომ იქნება რაღაც სხვა, ანუ ორიანი რა შეიძლება და blues მაგალითად, ხო? ანუ შენ კი შეგიძლია რაღაცა რიცხვებით ესეთი label encoding-ს რასაც ეძახიან, ეგრე ენკოდირება მოახდინო, მაგრამ იმ რიცხვებზე მანიპულაციის ლეგიტიმური უფლებები უკვე აღარ აქვს რა. არ გაქვს, უბრალოდ აღარა კი არა, არ გაქვს, იმიტომ რომ იმ რიცხვებზე მანიპულაციით რაღაცა სხვა შედეგს იღებ, მათემატიკური მანიპულაციით, რომელიც საერთოდ არ არის განსაზღვრული იმ კატეგორიებისთვის. კიდე მეორე ვარიანტი რაც ვიცით არის, რომ one hot encoding-ი ამ კატეგორიებისა, თუ მაგ მაგალითად n-ცალი კატეგორია,
შესაბამისად m განზომილებიან ნულისა და ერთების ვექტორს ვიღებ და უბრალოდ თითქმის სულ ნულია ხო, თითქმის კი არა, ყველგან ნულია ეს one hot ენკოდირებული ვექტორი, რომელიც შეესაბამება რაღაც კონკრეტულ კატეგორიას, უბრალოდ ერთიანი წერია იმ ელემენტში, სადაც მაგალითად თუ ჩემ დიქშენარიში ეგრე დავალაგე, რომ blue პირველი ელემენტია, მაშინ blue შესაბამის one hot encoding-ში ერთიანი მექნება პირველი ელემენტი, დანარჩენი ნულები. და ასე შემდეგ ყველა კატეგორიისთვის. ეგეც ცნობილი იქნება თქვენთვის სავარაუდოდ. ხო. და ნუ ეგ რას განაპირობებს, რომ თუ მაგალითად ეხა ისეთი იმდენი კატეგორია გაქვს, როგორიც მაგალითად პირადი ნომრებია, ან product ID-ებია, ან რაღაცის ID-ია, მაგალითად store ID, მაღაზიის ID. შესაბამისად იმდენი კატეგორია გექნება, რამდენი უნიკალური მაღაზიაც გაქვს. და ეგ ნიშნავს, რომ მაგდენ განზომილებიანი one hot encoding-ი უნდა აიღო, ანუ მაგდონ განზომილებიანი sparse ვექტორები უნდა აიღო და ეს გამოდის, რომ ნულიანები უნდა ათრიო წინ და უკან ფაქტურად სრულწყვილად. რაც გამოთვლითი სიმძლავრის და შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან მძიმეა. ამ ხელა ამდენ განზომილებიან ვექტორებთან მუშაობა. და ნუ ეს იძახის, როგორც სტანდარტული embedding-ია, ჯობს როგორღაც ისე მოვახდინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უნიკალური კატეგორია შეიძლება მქონდეს ცვლადში, როგორმე ეს კატეგორიები ავსახოთ უფრო დაბალ განზომილებიან ვექტორებში, ოღონდ dense ვექტორებში, ანუ one hot encoding-ი ხო sparse ვექტორია, ძირითადად სულ ყველგან ნულები წერია, გარდა ერთგან ერთიანისა, რომელიც შეესაბამება იმ კატეგორიის მდებარეობას იმ ჩვენ vocabulary-ში, როგორც დაალაგეთ, რომ გააჩნია, რას რის მერე დააწყო. ხო და აქ გეუნებიან ესეთ რაღაცას, რომ ჯობია მაგალითად m-ის თუ m-ი არის 100, ანუ 100 ცალი უნიკალური კატეგორია თუ მაგ ჯობია მაგალითად პირობითად 10-ში ან უფრო დაბალში შეიძლება ან 15-ში, ეგეც ჰიპერპარამეტრია, როგორც წეგან თქვით. 15 განზომილებიან dense ვექტორში ავსახოთ თითეული კატეგორია და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ეს ჩემი embedding-ი, ანუ ვღებულობ მე embedding მატრიცას. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ თუ 100 კატეგორია მაქვს მე, ეს მატრიცაც იქნება 100 D-ზე და D კიდე უკვე ეს embedding-ის განზომილებაა რა, ანუ რამდენი განზომილებაც მინდა. ისევ და ისევ თქვით, რომ ეგ არის ჰიპერპარამეტრი და ნუ ეს რიცხვები დასწავლადია ნეირონული ქსელით, ჩვეულებრივი ვითარებაა მორჩა და გათავდა, როგორც სტანდარტული ნეირონული ქსელია. და აქ ეგ სქემა აღწერილი, რომ დაახლოებით ეგ იგივე სტოლფასიაო, რომ one hot encoding-ზე რომ მოსდო ეგ დამატებითი entity embedding-ების layer. Entity embedding-ები, ანუ არაფერმა არ დაგაბნიოთ, არაფერი არ არის, ეს entity word-ების, ანუ word embedding-ის შემთხვევაში არის word-ი, ანუ სიტყვა, მაგრამ რადგან კატეგორიულ ცვლადებზე გვაქვს საუბარი და აქ entity შეიძლება სიტყვების გარდა სხვა კატეგორიული შინაარსის ცვლადებით შეხვდეს ეხლა ტაბულარულ დატაში, ისევ და ისევ როგორც რაც თქვით წეგან ID-ები, მაგალითად რაღაცა რიცხვთა მიმდევრობა, ციფრების მიმდევრობა უფრო სწორად, რომელიც პიროვნებიდან მაღაზიის ანუ ვიღაცის რაღაცა აიდენტიფიცირებელი რიცხვია, მორჩა და გათავდა. ანუ აქ უკვე entity-ში უკვე რაღაცა სხვადასხვანაირი შინაარსის მქონე სიდეების იგულისხმება რა. მეტი სხვა არაფერი აქ არ არის აქ. და ანუ ამბობს, რომ დასწავლადიაო რა, ეგეც ჩვეულებრივ სტანდარტულად რა, როგორც word embedding-ი დროს აკეთებთ ხოლმე, გაგიკეთებიათ ეგ ენკოდირება embedding-ი ნეირონული ქსელებით, გქონიათ მაგის გამოცდილება. კი. და როგორ გაგიკეთებიათ ხოლმე one hot encoding-ი თუ ეს ჩვეულებრივი embedding-ი? ესეც გაგიკეთებიათ ხოლმე? კი. და აბა როგორ აკეთებთ, შეგიძლია რომ ამიხსერო პროცესი? ანუ embedding მატრიცას ვატრეინინგებთ, თვითონაც პარამეტრი არის. კი, embedding მატრიცას როგორ აგებთ? ID არის და embedding-ები. რა არის ID? ხო, ID ანუ თვითონ კატეგორია რა. ხო, განზომილება რამდენია აქვს ხოლმე მაგ embedding მატრიცას? კატეგორიების რაოდენობა გამრავლებული
ვექტორის სიგრძეზე. ო, აი ეგ ვთქვი ფაქტიურად მეც რა ზუსტად. კი, ანუ ეს ყველაფერი თქვენთვის ცნობილია, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, საკმაოდ გამოცდილები ხართ უკვე მაგ კუთხით. და შეიძლება უფრო ჩემზე მეტიც კი იცით, იმიტომ რომ მე ანუ ნეირონულ ქსელებთან ძალიან იშვიათად მიწევს ხოლმე მუშაობა, ძირითადად ტაბულარულ დატაზე, რადგან ბუსტინგის მეთოდებია აპრობირებული. ძირითადად მაგას ვიყენებ ხოლმე მეც. თუმცა ხანდახან გააჩნია ამოცანებიდან გამომდინარე, მეც მიწევს ხოლმე ხანდახან ნეირონულ ქსელების აგება და გამართვა. ეგ აქ ზუსტად ფაქტურად იგივეა, რაც Word-ის embedding, სიტყვების embedding-ის შემთხვევაში რა. და აქაც მაგას ამბობს რა, მეტი აქ ისეთი დიდი არაფერი არ არის, რომ შეგიძლიათ ჩათვალოთო, რომ ეგ ეტყობა მე ძველი paper-ი არის, მაშინ ახალი ხილი იყო ეს. და უბრალოდ შემოყავს, რომ დაახლოებით იგივეაო, რაც one hot encoding-ზეო კიდე დამატებით ერთი layer-ი რომ მოსდოთო და იმ layer-ის წონები რომ დაატუნინგოთო რა, დაახლოებით მაგას ამბობს. და ნუ კიდევ ვცდილობს აქ რომ დაგვანახოს ჩვენ აი ეს კავშირი სასრულ მეტრიკულ სივრცეებს შორის embedding-ზე. ანუ ეს მეტრიკული სივრცეები თქვენთვის ცნობილი ტერმინია, მათემატიკური ტერმინია და თუ გესმით ამის შინაარსი. რა არის მეტრიკული სივრცე? ცოტა ეს რთული და ანუ ცოტა უფრო ისეთი უმაღლესი მათემატიკაა. ვეცდები რომ მოკლედ და გასაგებად გადმოვცე, მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი. მოკლედ, თქვენ თუ გაქვთ რაღაცა ელემენტთა ერთობლიობა და გაქვთ რაღაცა მეთოდი, რომელიც გიზომავთ მანძილს, უпроსტად მანძილს კი არა, რაღაცა ფუნქცია გაქვთ, რომელიც input-ად იღებს ორცალ ამ სიმრავლის ელემენტს. სულეთია რა ელემენტები იქნება ამ სიმრავლეში. უბრალოდ თავარია რომ ამ სიმრავლეზე თქვენ გქონდეთ განსაზღვრული რაღაცა ფუნქცია, რომელსაც ექნება შემდეგი თვისებები რა. რომ ორ ელემენტს რო გადააწყდით ამ ფუნქციას, დაგიბრუნებთ არაუარყოფით რიცხვს, აუცილებლად. ანუ რას ნიშნავს არაუარყოფითობა, რომ 0-ზე მეტი ან ტოლი უნდა იყოს. 0 შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ეს ორივე რიცხვი, ეს ორივე რაც გადააწოდეთ, ორივე ელემენტი იმ რაღაცა სიმრავლიდან ერთი და იგივე ელემენტია და ასევე უნდა სრულდებოდეს სამკუთხედის უტოლობას ეძახიან. ეს სამკუთხედის უტოლობა, აი, ცოტა რაღაცა გართულებული ჩანაწერებით არის აქ აღწერილი ზუსტად ეგ რა, რასაც მე ახლა გესაუბრებით. აღებული აქვთ აი x სიმრავლე, x-იური ცვლადის ეს კატეგორიული ცვლადია, კატეგორიათა ყველა სიმრავლე, ეს d-იური აღნიშნავს, რომ iur კატეგორიულ ცვლადზე რაღაცა ფუნქცია აქვს შემოტანილი, რომელიც აი მაგას აკეთებს. რომ ეს iuri კატეგორიის ცვლადი თუ რაღაცა p კატეგორიას მიიღებს და ეს x-იური ცვლადი თუ რაღაცა q კატეგორიას მიიღებს, 0 მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის ეს, როცა ეს ნიშნულობები p და q ერთმანეთის ტოლია. მაგალითად, რავი, ფერებში რო გადავიდეთ ისევე, ფერების სიმრავლე რო გქონდეთ და ფერების სიმრავლეზე რო განსაზღვროთ აი ესეთი რაღაცა ფუნქცია, რომელიცაც რო გადააწყვეტთ ლურჯს და მწვანეს, მოგცემთ ერთი და რაღაცა არაუარყოფით რიცხვს 0-ზე მეტს. და თუ გადააწყვეტთ მწვანეს და მწვანეს, მოგცემთ 0-ს. მაგრამ ასევე თუ სრულდება სამკუთხედის უტოლობა, მაგალითად, თუ გადააწყვეტთ მწვანეს და წითელს, აი ამ ფუნქციის მნიშვნელობა ნაკლები უნდა იყოს მწვანესა და ყვითელს შორის, მწვანეს და ყვითელს რო გადააწყვეტთ, მაგას დამატებული, მაგალითად, წინაზე რა ვთქვით, აქ რა იყო? მაგალითად, ხო, აქ მწვანე და წითელი იყოს, ერი იყოს, კაი. ეს აი ამ ფუნქციის მნიშვნელობა მწვანეში და წითელში ნაკლები უნდა იყოს მწვანეში და ყვითელში ამ ფუნქციის მნიშვნელობას რო დავუმატებ წითელში და ყვითელში. პირობითად. იხრი, ანუ ეგ არის მოდულებს წარმოიდგინეთ, მოდულიც იგივეა, მოდულიც მაგას აკეთებს რა. მოდულიც ხო რაღაცა ორი რიცხვს იღებს და კრიბავს.
მოდული, ანუ შეკრება რო აიღოთ ორი რიცხვით, რომელიც მოდულში არის. ეგ ამ ორი რიცხვის მოდული ხო ნაკლებია მესამე რიცხვი რო აიღოთ და ჩასვათ, ანუ მოიცადე ერთ წუთით თუ ეს ხო იცი თქვენ, ეს უტოლობა ხო თქვენთვის ცნობილია, სამკუთხედის უტოლობა ქვია ამას, როცა რიცხვებზე მანიპულირებთ რა. ჩათვალეთ, რომ D არის ეს არის ამ უტოლობის კერძო, აი ამ თვისებების კერძო გამოვლინებაა რა. ანუ მოდული რო აიღოთ, შეკრების მოდული რო აიღოთ, ჩათვალეთ, რომ აი ამ D-ს კერძო შემთხვევა. ეს D არის კიდევ უფრო ზოგადად განზოგადებული. და ასევე სიმეტრიული უნდა იყოს ახლა ეს D-ც რა, ანუ პირველს გადასცემ რაღაცა M ნიშნულობას თუ და მეორეს Q-ს თუ პირიქით, შეატრიალებ ამ პარამეტრების ნიშნულობას, თანმიმდევრობას, შედეგი არ უნდა იცვლებოდეს. რაც და ამას უწოდებენ იმ სიმრავლეში განსაზღვრულ მანძილს, ანუ მეტრიკას. მანძილი, ანუ ორ ელემენტში შენ თუ გაქვს ერთი სიტყვით ისეთი ფუნქცია, არაუარყოფითი ფუნქცია, რომელსაც აი ეს თვისებები აქვს, ეგ უკვე მანძილი არის. ანუ რაღაცნაირად და მეტრიკა და მანძილი დაახლოებით ერთი და იგივეა ამ ფუნქციონალური ამ ობიექტების სიმრავლეზე. და ეგრე გაიგება ხოლმე და მაგას ამბობს ახლა ეს ზუსტად, რომ დაახლოებით კავშირია, იგივე კავშირიაო, ცდილობს უბრალოდ დაგვანახოს, ერთი წუთი ბავშვებო. ცდილობს უბრალოდ დაგვანახოს აი ამ ემბედინგისა რაღაცნაირად კავშირი დაიჭიროს აი ამ სასრულ განზომილებიან მეტრიკულ სივრცეებში ემბედინგზე. და ეს ანუ high level მათემატიკაა ერთ სიტყვით, ეს პრინციპში თქვენაც აქ არც გჭირდებათ. და ხო, აქეთ მე რას ამბობს, რომ ანუ იზომეტრული, მოდი ვარემ დავწერ კიდევ ამასაც, ხო, ეს გასაგები რო იყოს რა. აი, ესე ჩაწერენ ხოლმე ამას რა, რაღაცა x სიმრავლე გაქვს და რაღაცა აი ეს ფუნქცია გაქვს განსაზღვრული ამ x-ების სიმრავლეზე. და ესეთ ჩანაწერით ჩაწერენ ხოლმე რომ სასრულ განზომილებიან მეტრიკულ სივრცეს, ესე ჩაწერენ ხოლმე რომ გაქვს რაღაცა ელემენტთა ერთობლიობა x-ი სიმრავლე და მის ელემენტებზე განსაზღვრულია ესეთი ფუნქცია, რომელსაც აი ეს სამი თვისება აქვს რა. რომ ნებისმიერი ორი ელემენტისთვის აი ამ ეს ფუნქცია გაძლევს რაღაცა არაუარყოფით რიცხვს, არის სიმეტრიული, სულ ერთია რა თანმიმდევრობით შეუშვებ ამ ორ რიცხვს აი ამ ფუნქციაში და აკმაყოფილებს სამკუთხედის უტოლობას რა, რაც აქ არის განსაზღვრული იგივენაირად. მაშინ ამას ქვია უკვე მეტრიკა. ჩვენ შეგიძლია იგივენაირად მაგალითად გქონდეს მეორე სხვა სივრცე y-ი, იქაც რაღაცა თავისი შესაბამისი მეტრიკა განსაზღვრული და რა, იზომეტრული ასახვა ქვია ესეთ რაღაცას. მაგალითად, ჩვენ თუ გაქვს ასახვა x-დან x-დან y-ში იზომეტრიულია ეს ასახვა, თუ ეს fx-ი ხო უკვე მოიცადე სად დავწეროთ ახლა, მოდი აი ეგ დავწეროთ, ვეცდები რომ ცოტა. აი მაგალითად fx1 რაღაცა ერთი ელემენტი ავიღე, ამ f-ით ავსახე y-ში fx2
ეს ხო რეალურად უკვე y1 და y2-ია. და ამათ შორის მანძილს რო დავითვლი მე, ოღონდ dy-ით, იმიტომ რომ ეს y-ში განსაზღვრული მანძილი არის. აქ შეიძლება სხვანაირად იყოს განსაზღვრული მანძილი, აი ამ სივრცეში. და აქ კიდე შეიძლება სხვანაირად იყოს განსაზღვრული ეს მანძილი. მაშინ ეს ტოლი უნდა იყოს x-ში რო დავითვალე მე მანძილი ამ ინფუტებს შორის, x1-სა და x2-ს შორის, ოღონდ x-ისთვის განსაზღვრული მანძილის განმარტებით. ხო თქვით, ანუ ეს მრავალნაირად შეიძლება ეს d განსაზღვრო რა, მაგას ამბობს ეს კაცი აქ, რომ ეს d მრავალნაირად შეიძლება განსაზღვრო. მაგალითად, ერთი ეს გაჩვენეთ აქ უკვე, მეორე ესეც ჩვეულებრივი კვადრატში. ესეც მანძილია ორ ელემენტს შორის, ეს და ეს ერთმანეთისგან განსხვავებული მეტრიკაა. ანუ ეს სხვანაირად განმარტავს მანძილს, ეს სხვანაირად განმარტავს მანძილს. თუმცა ამ ორივეს რო შეადარებთ, ეს აკმაყოფილებს ესეც და ესეც აკმაყოფილებს ამ სამივე უტოლობას, ანუ მანძილის განმარტების მოთხოვნას ორივე აკმაყოფილებს. და თქვენ შეგიძლიათ მოათრიოთ ყურით, რაც გინდათ, როგორი ფუნქციაც გინდათ, მთავარია აკმაყოფილებდეს აი ამ მანძილის განმარტების პირობებს. და დაუძახოთ თქვენი ფუნქციას მანძილი. და მასეც აკეთებს აქ. ad იყო ხო, აი აქ განსაზღვრავს მასე, მაგ მანძილს. რომ რას განსაზღვრავს ახლა ეს? რომ თვითონ რო დაისწავლა ეს ფუნქცია, რას იძახის აქ? ამ ფუნქციის მნიშვნელობებს, ანუ x-იური ცვლადი ხო კატეგორიული ცვლადი არის. e არის ერთი კატეგორია, ანუ ერთი მნიშვნელობა და q არის მეორე მნიშვნელობა. მაგათ შორის სხვაობებს იღებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა დანარჩენი ცვლადები სხვადასხვა მნიშვნელობებს ღებულობს. ანუ ესენი ფიქსირებულია. ეს x-იურის მნიშვნელობა p-ში, x-იურის მნიშვნელობა q-ს ტოლი როცა არის, ხოლო სხვა დანარჩენები იცვლება. სხვა დანარჩენები რო იცვლება, შესაბამისად ეს სიდიდეების, ეს მნიშვნელობების ხო იცვლება, შესაბამისად იცვლება მათი სხვაობებიც, მერე იღებს მაგათ მოდულს და ასაშუალოებს ამ მოდულების, ანუ სხვაობების აბსოლუტურ მნიშვნელობებს და ამბობს, რომ ეგ არისო ჩემი მანძილიო, უბრალოდ ხო მეტრიკაო, ხო რა, აი ამ კატეგორიული, აი აქ ესე განსაზღვრული, აი metric space, ანუ mi არის x-იური კატეგორიული ცვლადის კატეგორიათა სიმრავლე. ყველა მნიშვნელობა რაც შეიძლება მიიღოს. და აი იმ d-იურს უკვე მაგის შესაბამის მეტრიკას უკვე განსაზღვრავს ესე. სულაც არ არის მოდული, სულაც არ არის კვადრატი, აი ესე განსაზღვრავს. ესე მოიტანა. ბუნებრივათაც განიმარტება, იმიტომ რომ დატიდან გამომდინარეობს ეგრე რა, ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ, რომ მე თუ დავფიქსავ კატეგორიული ცვლადის მნიშვნელობას რაღაცა ყვითელით, მეორე შემთხვევაში დავფიქსავ მაგალითად ლურჯით და სხვა დანარჩენ ცვლადებს შევცვლი და მაგათ შორის სხვაობებს დავაკვირდები, მოდულებს ავიღებ მაგ სხვაობებისას და გავასაშუალოებ, რაღაცა სენს მომცემს იმისას, თუ რა როგორ კავშირშია ეს კატეგორიული ცვლადის ეს მნიშვნელობები ერთმანეთთან. გასაგებად ვამბობ თუ არა? თუ ვერ მომყვებით. თულად საუბრობ? არა, ანუ ინტუიტიურად გონი გასაგები არის. ხო, ანუ აი ეს x-იური რო იყოს ფერი, რომელიც ღებულობს მაგალითად მხოლოდ და მხოლოდ ორ მნიშვნელობას, წითელს და მწვანეს. და ეხლა მანძილი უნდა გაზომოს ამ წითელსა და ამ მწვანეს შორის. შეუშვებს ამ ფუნქციაში წითელს და დაითვლის სხვა ცვლადები როცა იცვლება, ანუ სხვა ცვლადები ჩვეულებრივ შეცვლის რა. დაითვლის მაგას, ასევე იგივეს იზავს მწვანესთვის, დააკლებს ერთმანეთს, აიღებს აბსოლუტურ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს მანძილი როგორც წესი უნდა იყოს უარყოფითი კი არა და არაუარყოფითი უпростоრად. დადებითი და ნუ გაასაშუალოებს მაგას და ვсё აკმაყოფილებს ამ მანძილის განმარტების პირობებს.
კერძო თუ ეს ორივე წითელს აიღებს, ცხადია რომ 0 იქნება და ეგ აქვს ნათქვამი. თუ ჯერ წითელს აიღებ და ჯერ მწვანეს, ანუ აქეთ იმას გადასვავ და იქით ამას გადმოსვავ, მოდულისთვის აზრი არ აქვს, მაგას სიმეტრიულია მათი სხვაობა, მაინც ერთი და იგივე იქნება მოდულის კუთხით, მოდულის თვალსაზრისით. ამას საკმაყოფილებს და კიდე მესამე კატეგორიას რო შემოდიოდეს, ამასაც დააკმაყოფილებდა ეგ მოდულის განმარტებიდან გამომდინარე. მოდულის თვისებებია, რაც აქ დავწერეთ ზევან. და ნუ ესე შემოიტანა მეტრიკა. და მე ამბობს, რომ აქ რაღაცა ნაშრომი აქვს მოყვანილი, სადაც იცდება, რომ იმისათვის, რომ ეს იზომეტრიული ასახვა იყოსო, ანუ თუ ესე განმარტავს ორ კატეგორიულ ცვლად შორის მანძილს, მე ამას რო რაღაცა წითელს და მწვანეს რო მაღალგანზომილებიან ვექტორებში გადაიტანს. მაგალითად 10 განზომილებიან ორ ვექტორში რო გადაიტანს, იქ რო უკვე ევკლიდური მანძილი ხო იცით როგორც ითვლება? ევკლიდური მანძილი ითვლება სტანდარტულად რო ანუ კვადრატ სხვაობათა კვადრატებისგან დაჯამული და მე ფესვი ამოღებული. იქაც რომ ის ევკლიდური იქ უკვე ევკლიდურ მანძილზეა საუბარი, იმ სივრცეში უკვე მასე გაიზომება მანძილი რა, ევკლიდური მანძილით, იმ 10 განზომილებიან თუ 10 განზომილებიან სივრცეში. იქ რომ მაგ სტანდარტული თქვენთვის ცნობილი განმარტებით რო გაზომავთ მანძილს უკვე ამ ემბედინგ ვექტორებს შორის. თუ დაემთხვა აი ასე გაზომილ მანძილს თავიდან კატეგორიებს შორის. მაშინ შეგიძლიათ თქვა თქვენ რომ აი ეს ასახვებიო იზომეტრულიაო რა. ანუ ეგ ემბედინგის პროცესი იზომეტრულიაო. მაგრამ იმისათვის რომ ეგ პროცესი იზომეტრიული იყოს, აი ამ მანძილმა რომელიც აი ამ მეტრიკას გაძლევთ, ხო, ყოველი კატეგორიისთვის სხვადასხვა სიდიდეს გაძლევთ, ხო, ეს ცხადია რომ კატეგორიების მიხედვით იცვლება და თუ მაგალითად x ურცლადში თქვენ 10 ცალი ერთმანეთისგან განსხვავებული, ან კაი 2 ცალი ერთმანეთისგან განსხვავებული კატეგორია იყოს, აქ მოგცემთ 2-2-ზე მატრიცას, ხო, სხვადასხვა მნიშვნელობებისთვის. როცა დიაგონალზე ნულები გექნებათ ამ მატრიცაში, როცა p და q ერთმანეთის ტოლია და ნუ აქეთ ანტიდიაგონალზე უკვე ერთმანეთის ტოლის სიდიდეები უნდა გქონდეს წესით, იმიტომ რომ სიმეტრიულობიდან გამომდინარე. ხო და ამას ამ მატრიცს მოეთხოვება რომ იყოს პოზიტივ დეფინიტ, ანუ პოზიტიურად განსაზღვრული. იცით ხო წრფივ ალგებრაში ხსმენიათ რა არის პოზიტიურად განსაზღვრული მატრიცები? ანუ მოკლედ ეს ძალიან შორტ წაგვიყვანს რა, მაგაზეა საუბარი რომ ეგ მოეთხოვებაო, მაგრამ მე დავჩეკეთო ესო ხელითო. ანუ რა ემბედინგების როგორც დაისწავლეს ნეირონულ ქსელების შედეგად რომ ემბედინგები დაისწავლეს და ასე ბუნებრივად განსაზღვრული მეტრიკას რო შეადარეს, აღმოჩნდა რომ ერთმანეთს არ ემთხვევა. და აქ აქვს ეს გრაფიკი. აი დინსტას იმ მეტრიკ სპეისში 10000 წელს შემთხვევით რაღაცა იმ მონაცემზე შეადარეს. მონაცემები კიდე არის რაღაცა კეგლის კომპეტიშენიდან, სადაც სეილების პრედიქშენი უნდა გააკეთონ, რომელიღაცა ქსელების, არ მახსოვს ზუსტად რა ქსელია, კი არ ნათქვამ, ხო, როზმანის ქსელები არის, არ ვიცი ზუსტად რა მაღაზია ეს. ხო და ნუ იქ ესეთია კომპეტიშენი, რომ მაგის სეილები უნდა დააპრედიქტონ რა. მოცემული ცვადებიდან. და ცვლადები არიან ბევრი, აი მაგალითად day of week, day ordinary, აი 31 წელი უნიკალური კატეგორია აქვს. სთორების რაოდენობა ქონიათ 1115 წელი. და ხო embedding dimensions-ი რასაც თარგმნეს, ეს არის 10 განზომილებიან ვექტორში თარგმნეს, ესენი ანუ თითოეულ მათგანს შეესაბამება embedding მატრიცა ამისი იქნება 1115 10-ზე, ამისი 7 6-ზე და ასე შემდეგ. ამ ყველა ცვლადის. ხო და რო დავტესტეთო თორებისო, ანუ აი ამის. იქ რო ემბედინგები მიიღეს და ანუ 10 განზომილებიან ვექტორებს შორის 10000 წყვილი ამოიღეს, ორ სხვადასხვა მაღაზიას შორის მანძილი, ოღონდ 10 განზომილებიან ვექტორულ სივრცეში ეუკლიდური მანძილი რო დათვალეს და რო შეადარეს, აი ასეთნაირად დათვლილი მანძილს აი აქ როგორც გქონდათ, აი ამ განტოლებით დათვლილი მანძილს რო შეადარეს, არ აღმოჩნდა ერთმანეთის ტოლი რა. ერთმანეთის ტოლი რო აღმოჩენილიყო, აქ სწრფედ უნდა გაჭიმულიყო აქ.
ნუ თუმცა ეს არაფერს არ ამბობს, აქვე გამოყოფენ რაღაცა გამოკვეთენ, რომ რაღაც საინტერესო კვლევის საგანიაო, იმიტომ რომ ანუ ქვედა და ზედა ზღვარი, აი ეს წრფეები. ეს წრფეებად არის გაჭიმული ფაქტიურად, ხო? ერთმანეთის წრფივი გარდაქმნით შეიძლება იქნეს მიღებული, იმიტომ რომ გესმით თქვენ, ხო, ერთი წრფიდან შეიძლება მეორე წრფე მივიღოთ რაღაცა მატრიცაზე გადამრავლებით, რა. და ნუ საინტერესო და საკვლევი საკითხიაო, აქ მეც ისეც არაფერს არ ამბობენ, რა. მორჩა მეტი ეგ არაფერი, ან ჩვეულებრივი ემბედინგი არის, უბრალოდ თითოეული ცვლადისთვის, აი როგორც თქვით, აქ როგორც სტანდარტულად აკეთებთ ემბედინგს, ეგრე აკეთებენ აქაც, რა. აი ამ სწორცვლადისთვის ნახეს, რომ უნიკალური 1115 წელი მნიშვნელობა აქვს, განსაზღვრეს ეგეთი ემბედინგ მატრიცა, თავიდან რანდომულად ინიციალიზებული. Day of week-ისთვისაც ეგრე 7-6-ზე მატრიცი განსაზღვრეს. და მე აქ აქვს სქემა აღწერილი რა, ეს არის ერთი ცვლადი, მეორე ცვლადი, მესამე ცვლადი, ეს არის მაგათი ემბედინგ ლეიერები უпростоრად, აქ hot encoding-ზე აქვს საუბარი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა, აქ იქნება თითოეული კატეგორიისთვის ახლა აქედან 10, 6, 10, 20, 26, 32, 34, ანუ 41 მერე კონკატენაციის შემდეგ თითოეული ხო ეგრე აკეთებთ ხოლმე რა ემბედინგს რო სწავლობთ, რომ თითოეული კატეგორიულ ცვლადს შესაბამის ემბედინგის ვექტორს ამოღებულს იმ ემბედინგის მისი თავისივე შესაბამისი ემბედინგის მატრიციდან კონკატენაციას გაუკეთებთ და გაუშვებთ უკვე ნეირონულ ქსელში, ხო? Fully connected იქნება ეს თუ რაც იქნება, აი აქ აქვს უკვე ეგ ნათქვამი. განსხვავებული განზომილების რო იქნება ფიჩერების embedding dimension-ები, როგორ უზამთ კონკატენაციას თუ იგივე განზომილებაა? არა, იგივე აქ ხო row-ზეა საუბარი, აი მაგალითად აი მოდი ცოტა გასაგებად რო იმას აქვთ. ეს არის შენი data და შენი ფილდები, story. მეორე რა იყო? Day იყოს მოდი და აქ გავჩერდეთ რა. ვაღარ დავწეროთ ბევრი. Day. და პირველი ჩანაწერი არის მაგალითად stories ID რა 1 2 3. რაღაცა story გაქვს ესეთი, ან რაღაცა სხვანაირად არის მოცემული zip კოდით ან რაღაცით რა. და day კიდე რავია, მეორე სამშაბათი იყოს, ანუ კვირაში მეორე დღე, კვირის მეორე დღე. ეხლა შენ ამაზე გაქვს რამდენი 1115 განზომილების, ანუ 1000 მატრიცა გაქვს რაღაცა, რომელიც არის 1115 10-ზე. იმ 1115-დან აი ამ stories ინდექსი თუ მაგალითად შეესაბამება პირველს. 1115-დან ამოიღებ პირველ rows. 10 განზომილებიან ვექტორს. Day-ისთვისაც ხო იგივე 7 რამდენზე აქვს, 6 აქვს, ხო? ხო. ეს იქნება, რავი, 10 განზომილებიანი ვექტორი. ეს იქნება 10 განზომილებიანი ვექტორი. Day-ისთვისაც ამოიღებ მე 6 განზომილებიან ვექტორს. ამათ კონკატენაციას გავუკეთებ, მიადგა უბრალოდ ესევე ჰორიზონტალურად ერთმანეთს და საბოლოო იქნება. ხო, მე რას ამბობ? 16 იქნება კონკატენაცია. ხო, კონკატენაციის მე 16 და შენი input-ის განზომილება უკვე dense layer-ში. ან რა ვიცი, convolution-ში, ან რავი, რომ რა ტიპის layer-იც არ უნდა იყოს. უკვე იქნება 16 განზომილებიანი input-ი რა, მორჩა და გათავდა. ასე შეგიძლია კონკატენაციით გაუკეთო, აი აქ რამდენიო ხო მაგას ვამბობდით, 41 განზომილება გამოგივა რა. ყველა ცვლადისთვის ეხა რასაკ აქვს ჩამოთვლილი თავის შესაბამისი embedding-ის მატრიციდან, რომ მაგის შესაბამისი row-ები ამოიღო, მოგცემს თითო ვექტორს, როგორც შესაბამისი განზომილებებით, როგორც აქ 10 იყო და აქ 6 იყო. კონკატენაციას გაუკეთებ და ჯამში მიიღებ, როგორც აქ არის ნათქვამი 51 განზომილებას, თუ სწორად დავთვალე. ეგრე არ არის 20, 12, 34, ხო, 51 განზომილებას მიიღებ. და 51 განზომილებიან ვექტორს შევუშვებ უკვე ნეირონულ ქსელში.
რომელსაც აი აქ როგორც არის აღწერილი, თავისი წონები აქვს, ამასაც თავისი წონები აქვს, რამ სიღრმესაც გინდა იმ ხელა ნეირონულ ქსელს ააწყობ. აქეთ არის ამას მინს ქვერდერორი თუ ატრენინგებთ, ხო? ანუ მინს ქვერდერორზე. არა აქვს მნიშვნელობა, არა აქვს. ეს ახლა უბრალოდ მაგალითისთვისა აქვს მოყვანილი მინს ქვერდერორი, თორე. კარგი. ჩვენ ხო თქვით, რომ ლოსის შენი ანუ ამოცანიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრო, შენ რა ლოსი გინდა. როგორი ლოსი გინდა? მინ აბსოლუტ ერორი გინდა თუ მინს ქვერდერორი გინდა თუ კლასიფიკაცია მაგალითად რა იმ კროს ენტროპის აიღებ რა ცალსახად, ხო? მაგას არ აქვს მნიშვნელობა უკვე. ეგ შენზეა დამოკიდებული, რომელ ლოსს ლოსი ხო რა ლოკალურ სტომილებას გიზომავს კონკრეტული ინფუტის დროს, შენი პრედიქშენი რა იყო და რეალური აუთპუტი რა იყო. მაგათ შორის რაღაცა სტომილი რაღაცნაირად გიზომავს განსხვავებას რა, ხან კვადრატულად გიზომავს განსხვავებას, ხან აბსოლუტურად და ხან კიდე რავი. შეგიძლია კიდე უფრო advanced level-ზე რო გადავყავთ, მე უკვე ამოცანის სპეციფიკიდან და კონკრეტული შინაარსს რო გაიაზრებთ ამოცანას, უკვე customizable-ი, ანუ მომხმარებლის მიერ. მეც ახლა მაგალითად ეგრე ვარ, რომ იმის დამიხედვით რა ამოცანაზე ვმუშაობ და შინაარსი რა არის ამოცანისა, ხანდახან მიწევს ხოლმე, რომ ეს ლოსი, ანუ ეგ საზომი მეტრიკა, ასე ისევ მეტრიკას მოვიშველიებ სიტყვას, რომელიც მე სტომილებას მიზოვავს ლოკალურს, ჩემით ვწერ რა, ჩემით ვიგონებ, რომელიც იმ ბიზნეს ამოცანას თუ ფიზიკური ამოცანის შინაარსი ითარგმნება მაგაში. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ რეალურად მთელი მანქანური სწავლება არის ოპტიმიზაციის ამოცანა, რომელიც ახდენს აი ამ loss ფუნქციის მინიმიზაციას. მორჩა და გათავდა რაღაცა კონკრეტული პარამეტრებით. ოპტიმიზაციის ამოცანაა, მეტი სხვა არაფერი. ხო და ამ ოპტიმიზაციის ამოცანაში მათემატიკურ ამოცანაში სწორად უნდა თარგმნო აი ეს შინაარსი, რომლის იმ ამოცანის შინაარსი, რომლის ამოხსნასაც ვცდილობ საბოლოო ჯამში. და არის ხოლმე ხშირად შემთხვევები, რომ არ ყოფნის ეს სტანდარტული squared loss-ი იქნება თუ absolute loss-ი იქნება თუ binary კლასიფიკაციის დროს cross entropy და უფრო advanced level-ზე რო გადახვალ, გიწევს უკვე შენით მოიგონო ეგ customizable loss-ები. მაგრამ ეგ შორს წაგვიყვანს, ეხლა რაც თქვენ მოგეთხოვებათ არის რომ სტანდარტულ ლოსებთან მუშაობა, თუმცა ეს უბრალოდ იცოდეთ რომ ეგ არ არის დოგმა და ეგ არ არის ყველა ამოცანისთვის შეიძლება საუკეთესო სოლუშენი, რომელიმე სტანდარტული ლოსის გამოყენება შეიძლება არ იყოს და პირიქით. რაღაცას თუ მოიგონებ შენთვის სასიკეთო ლოს, მაგრამ მაგასაც თავისი პირობებია და იმას უნდა აკმაყოფილებდეს რა, ანუ ისეთი ლოსი არ უნდა დაწერო და ეგ უკვე შორს წაგვიყვანს ეხლა მაგაზე საუბარი. რომ კრებადი არ იყოს ალგორითმი და ასე შემდეგ იქ რაღაც მათემატიკური მოთხოვნებია, რომელსაც მე ნელ-ნელა ეტაპობრივად ეხლა ყველაფერს ეს ერთად ყოველ მოგასწრით, მაგრამ მაგას მე ნელ-ნელა თქვენ ეტაპობრივად უბრალოდ დაიქონდეთ გონებაში, რომ შეგიძლიათ თუ მათემატიკურ ისეთ ლოსებს დაწერთ, რომელიც მაგ პირობებს, მათემატიკურ პირობებს, რომელიც ჯერ თქვენ არ ეცით, აკმაყოფილებს, მაშინ ეგეც ოკეია, არავინ სავსებით ლეგიტიმურია, ვერავინ არ მოგედავებათ მაგაშია. ხო, ნუ ეგ არის სულ რა, აქ უკვე უბრალოდ მე ადარებს სხვადასხვა მეთოდებით გამოყენებულ ექსპერიმენტები რო ჩაატარეთ, ბენჩმარკებად აქვს აღებული რაღაცა k-nearest neighbor-ი, KNN-ი, random forest-ი, gradient boosting-ი და ეს თავიანთი neural net-ები. და მოდელის პერფორმანს ზომავენ აი MAP-X, ხსენიათ ხო ეს მეტრიკა ალბათ რა, mean absolute percentage error ესე ითარგმნება ეს აბრევიატურა. ხო და უბრალოდ რომელი მოდელი ერთმანეთს რო შეადაროს რა, სხვადასხვა არქიტექტურამ თუ მოდელმა როგორ კარგად იმუშავა, ამ სტომილებით ადარებს ერთმანეთს რა. და აქ მოყვანილი რომ აი KNN-ს დაახლოებით ეს mean percentage error-ი, absolute percentage error-ი ქონია 31%-მდე. Random forest 16%-ზე მეტი, gradient boosting 12 და მე ამას ქონია neural nets უკვე ასეთი embedding-ით 7%. აქვე აქვს მოყვანილი როგორი რაღაცა, იცით, რომ კატეგორიულ ფიჩარებს აი ამ ასეთი არქიტექტურით, ანუ neural net-ებით ენკოდირებული და embedding-იდან დასწავლი ფიჩარები რო შეუშვა, აი KNN-ში რო უკვე მისი კატეგორიული ცვლადები რო ჩაანაცვლა აი ამ embedding-ის წარმოდგენებით უკვე ნახეთ როგორ გაუმჯობესდა
with EE მაგას ნიშნავს, რომ with entity embeddings ეგ აქვს მიწერილი აქ, რომ უკვე იქ რო ამოიღო და შესაბამის სვლადმა რაღაცა მნიშვნელობა რომ მიიღო, ეგ ხო დასწავლელი აქვს უკვე neuronal nets, რაღაცა 10 განზომილებიანი ვექტორი, მაგალითად მაღაზიის შემთხვევაში წეღა როგორც იყო ზევით. იმ სვლადში გაუშვა შესაბამისი 10 განზომილებიანი ვექტორი უკვე. და უკვე ნახეთ პერფორმანსები როგორ გაუმჯობესდა ფაქტიურად გაორმაგდა. უბრალოდ განახილდა მაპეები რა. პერფორმანსები გაორმაგდა ხო უკეთესობისკენ თუ ვიცი საუბრობთ. ახლა აქ ორი სხვადასხვა სპლიტი აქვს, დატასეტი რომელიც კეგლზე იყო ხელმისაწვდომი, იქ იყო, ანუ time series-ებიც ხო იცით რაც არის? დროითი მწკრივები, ანუ დროში ცვალებადი, დროში რო იცვლება, დღეს რომ აქვს მე რაღაცა input-ი, მაგალითად დღევანდელი გაყიდვები განსაზღვრავს ხვალინდელ ჩემ გაყიდვებს რა, მაღაზიაში რა მექნება. რამდენს გავყიდი. ანუ ეგეთი დამოკიდებულება აქვს, ბევრი არის, ან მაგალითად საფონდო ბირჟის ფასები, აქციის ფასები, ხო დღევანდელი ფასი განსაზღვრავს ხვალ რა ფასი ექნება ამ მომდევნო დღეს. მომდევნო time step-ზე. და აქ ორი სპლიტინგი აქვს იმ training data-ში, რომელიც კაგლზე აი ამ როზმანმა ხელმისაწვდომი გახადა ამ მაღაზიათა ქსელმა. ერთი არის რომ პირველი 90% ანუ აიღეს დროითი თარიღების მიხედვით დაალაგეს, პირველი 90% აიღეს სატრენინგოდ და მეორე 10% აიღეს დასატესტად. ანუ რა გამოდის, რომ იმ 10%-დან ეგ იყო მომავალი, ასე ვთქვათ რა, ბოლო უახლესი, უკანასკნელი 10% დატისა აიღეს სატესტოდ. მეორე ვარიანტი იყო ისეთი, რომ შეურიეს და რანდომულად დასპლიტეს რა. 90% რანდომულად აიღეს და 90% კიდე დანარჩენი 10% კიდე სატესტოდ გადადეს. ანუ ეგ რას ნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში ამ დროით სტრუქტურას ინარჩუნებ, დროით კავშირებს არ არღვევ, იმიტომ რომ დღეს რა მდგომარეობაშიც ვარ, ის განსაზღვრავს ხვალ ეს რა ვიქნები, ანუ რამდენს გავყიდი დღეს, ხვალ, დღეს რამდენი გავყიდე იქიდან გამომდინარე, დღეს გუშინ და ასე შემდეგ, ეგ ყველა ჩემი გაყიდვები გავლენას ახდენს, ხვალ რამდენს გავყიდი. მეორე შემთხვევაში უშვებს, რომ ესე არ არის რანდომული შედეგია, ეგრე დღეს რამდენს გავყიდი, საერთოდ არ განისაზღვრება იმით გუშინ რამდენი გავყიდე, ეგ დაშვება არა, მაგრამ მეორე ნაირ სპლიტში. უბრალოდ სხვა ცვლილებიც არის ისეთი, რომელიც მაგას მეუნება მე სხვა ცვლილების საშუალებითაც შემიძლია დავაიდენტიფიცირო მე დღეს რამდენს გავყიდი. მიუხედავად იმისა, ვიცი თუ არა, მიუხედავად იმისა, გუშინ რამდენი გავყიდე რა. მეორე მიდგომა მაგას გულისხმობს და ეგ არის მე მგონი აქ ხო, ნათქვამი რა. ეს იყო პირველი შემთხვევით, როდესაც shuffled ნიშნავს, რომ შემთხვევითად აურდაურიეს რა data, ეს დროითი სტრუქტურები დაარღვიეს, ერთმანეთის თანმიმდევრობით კი არ იყო იქ დღიური გაყიდვები იყო მოცემული თარიღების მიხედვით. ამიტომ უბრალოდ ერთმანეთში აურიეს, ისე დასპლიტეს 90%, ტრეინში გაუშვეს 10% სატესტოდ. და ეს არის უკვე როგორც იყო დალაგებული დღეების მიხედვით დასორტეს, თარიღების მიხედვით და მე ბოლო უახლესი 10% აიღეს უბრალოდ სატესტოდ. განაჩენზე დაატრენინგეს, აქეთ ეგ არის მოცემული. ხო. და ხო, ანუ აი აქ კიდე მოცემული ესეთი რაღაცა, რომ აი მაგალითად ეს მაღაზიები აი მესამე სურათზე. ანუ ტისნის შესახებ გსმენიათ რა არის? ხო, გსმენიათ, ხო, ვიზუალიზაციის ტექნიკაა, რომელიც მრავალგანზომილებიან მონაცემებს, დაბალგანზომილებაში წარმოდგენის საშუალებას გაძლევთ თან ისე, რომ დაახლოებით მანძილებს ინარჩუნებს ორ data point შორის, რა. და ანუ ამათმა ხო ისწავლეს აი ამ stories 10 განზომილებიანი წარმოდგენა, აი აქ რო აქვს მოცემული რა. სად იყო? აი ამ ცხრილში, ხო. აი ამ stories. ესენი არის სხვადასხვა მაღაზიების მდებარეობები თუ არა, state-ის მდებარეობები აქვს, ხო. აი ეს აქ ნასწავლი თუ სწორად მახსოვს. State არის გერმანიის
როგორი მოდ ფედერაციული რაღაცა ის თეულები მოწყობა რო ქალაქების მიხედვით რა მე მგონი. და 6 განზომილებიანი წარმოდგენა ისწავლეს მაგათი და მე ეგ 6 განზომილებიანი წარმოდგენა რომ პირველ თისნიში რომ ორგანზომილებაში რომ თისნის საშუალებით ორგანზომილებაში რომ თარგმნეს და ვიზუალიზება რომ მოახდინეს ფაქტიურად ზუსტად დახატა გერმანიის რუკა. აი როგორც არის გერმანიის რუკას რო დახედავთ ეს ქალაქების განლაგება როგორც არის ზუსტად დააიდენტიფიცირა რა. და ეს თისნი იმიტომ გამოიყენეს რომ ეგ მაგას ინახავს ზუსტად რა რომ მაღალ განზომილებაში მაგალითად ეს კლასტერი აქეთ მარჯვენა მხარეს ყოფი სამი ქალაქის კლასტერი თუ ერთმანეთთან ახლოს იყო აქაც ახლოს იქნება რა ასე რომ ვთქვათ ორ განზომილებაში რო გადავთვალოთ PCA-ის შესახებ ხსმენიათ? იგი ო PCA-ის შემთხვევაში ეს ამას ექნება ადგილი როგორ ფიქრობთ თქვენ? ამ მოვლენას ესეთ ეფექტს აქვს ადგილი? როგორ ეფექტს რო გაიმეოროთ? ანუ ტისნი ხო ინარჩუნებს დაახლოებით ფარდობით მდებარეობას მაღალ განზომილებაში ვექტორებისას, აი ახლა ეს წერტილი აქ რა წერია არ ვიცი. დიდი ალბათობით არ ექნება, იმიტომ რომ პრინციპალ კომპონენტი ისა რა ქვია, წრფივად არის მიღებული მაღალ განზომილებიდან და კი არა, წრფივად არის მიღებული, მაგრამ ზუსტად ექნება მაინც. წრფივ გარდაქმნას ექნება, გეთანხმები, მაგრამ ეხლა უყურე შენ ხო ორ განზომილებას იტოვებ მარტო. ანუ ფაქტიურად პროჯექშენს აკეთებ ორ განზომილებაზე. და ორ განზომილებაში უკვე აღარ ექნება. მიხვდი? რას ვამბობ? გასაგებ, ანუ შენ რო გარდაქმნი 6 განზომილებიანს PCA-ში, ისევე 6 განზომილებიანს ღებულობ რეალურად. ეგ რას ნიშნავს, იცი რომ მთლიანი სივრცე რო უბრალოდ მოაბრუნო, დაახლოებით მაგას ნიშნავს და საკოორდინატო ღერძები რო დაუმთხვიო რაღაცა სხვა სპეციალურად შერჩეულ ვექტორებს. მთლიანად 6-ვე განზომილებას თუ დაიტოვებ, კი ბატონო, არ ექნება, ანუ არ შეცვლის მანძილებს. არა, შენ ხო გინდა ორ განზომილებაში ასახო ეს ყველაფერი. ანუ შენ მხოლოდ პირველი ორი განზომილება უნდა დაიტოვო. რომელიც ამ საკუთრივი რიცხვების ყველაზე მაღალ მნიშვნელობებს შეესაბამება. და აი ორ განზომილებას რო იტოვებ უკვე, მანდ უკვე ირღვევა ეგ ასე რომ ვთქვათ, ეგ თვისება რა. PCA-ის შემთხვევაში ეს მთლად სამართლიანი აღარ არის უკვე. მაშინ აი დანარჩენი 4 განზომილება, აი ძალიან მცირე უნდა იყოს, რომ მანძილის დათვლაში ის არ შექონდეს, განსხვავება არ შექონდეს რა. იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს ის ორი დანარჩენი 4 განზომილება, რომელსაც დროპავ, ასე რომ ვთქვათ. გასაგებად თქვია ეს თუ არა? დიახ. ხო, და ნუ მეტი აქაც ახლა ისეთი არაფერი არ აქვს და გარდა იმისა, რომ სწავლობენ განაწილებას. ახლა აქ უკვე ზუსტად AEG PCA აქვს ჩატარებული. ხო, აი მაღაზიების 1115 მაღაზიის წარმოდგენა ხო ისწავლეს 10 განზომილებიან ვექტორებად. მერე PCA გარდაქმნა ჩაუტარეს მაგას, დაიტოვეს პირველი 4 კომპონენტი, უпростоრად აი ეს წარმოადგენს პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილების კომპონენტს და მაგ განზომილების მიმართულებით როგორ არის რეალური ტარგეტი, რომელიც უნდა დაეპრედიქტებინათ განაწილებული. და ნახეთ როგორი რაღაცა წრფივი არ არის, მაგრამ უკვე რაღაც ლოგიკური კანონზომიერებაა დაჭერილი რა. რომ აი ეგ განზომილება როცა იზრდება უარყოფითიდან მიდის დადებითისკენ, PCA-ის აი განზომილება, მაშინ სეილები მცირდება რა. უკვე მონოტონური კავშირი აქვს დაჭერილი რა. ყლებადი. და რეალურად, რავი, უკვე ფაქტურად ალგორითმა ახლა ნეირონული ქსელებისთვის ამის დასწავლა არაფერი არ არის. აქეთ ახლა ეს არის მეორე კომპონენტი, მნიშვნელობით ყველაზე მეორე კომპონენტი ესე აქვს დახატული. აქ თითქოს კავშირის დაჭერა ძნელია. ნუ მაგრამ ახლა იქ ნეირონულ ქსელში ეს კიდე სხვა ცვლილებიც რო დაემატება და უფრო სხვადასხვა ნეირონული ქსელი ყო ამ ცვლილების რაღაცა არაწრფივ ურთიერთ კომბინაციას და ინტერექშენს სწავლობს. და ალბათ უკვე ის სხვა ცვლილებიც რო დაემატება, უკვე პრედიქშენში სავარაუდოდ რაღაცა მნიშვნელობას შეიძენს რა ეს განზომილებას სხვა ცვლილებთან ერთად.
რაღაც კუთხით მარტო პირველ განზომილებას რო შევხედო, აი ამ გარდაქმნილი 10 განზომილებიანი ვექტორისას, აი ამ მაღაზიების 1115 კატეგორია ხო გარდაქმნა 10 განზომილებიან ვექტორში. თითოეული კატეგორია უბრალოდ 1115-ვე კი არა, თითოეული კატეგორია გარდაქმნა 10 განზომილებიან ვექტორში. ხო და მე აი ამ მატრიცის უბრალოდ ამ მატრიცის კი არა, თითოეულში რომ თითოეულ data point-ში რომ ჩაანაცვლა აი ამ სტორების 10 განზომილებიანი მნიშვნელობები და პლუს მე რომ მიადგა პირობითად ტარგეტები გვერდზე და ეს რო გარდაქმნა PCA-ით და დაიტოვა მხოლოდ პირველი განზომილება, მიიღო ესეთი განაწილება ტარგეტებისა მაგ განზომილების მიმართ რა. და ფაქტიურად უკვე ცალსახა ფუნქცია, კანონზომიერება ცალსახად დაჭერილია რა. ხო, და მეტი არაფერი აქ ისეთი აღარაფერი აღარ არის დარჩენილი რა, აქ რა სწავლობს. ხო, ნუ აქაც ეხლა პირველი ეს კომპონენტიც რო აიღოთ აქ ეხლა აი ამ რიცხვების მნიშვნელობები თითოეულ კატეგორიაში, თითოეულ data point-ში უბრალოდ რა. ხო, სხვადასხვა განაწილებით შევხვდებით ამ ცვლადშიც ეხლა, ეგ ხო რაღაცა პირდაპირ არა ფიზიკური შინაარსის მქონე ცვლადია უკვე ეგ გარდაქმნილი ცვლადი და თუნდაც PCA მოტრიალებული, ანუ გარდაქმნილი განზომილება. ეგ ხო არა ფიზიკური ცვლადია რაღაცა რომელიც დაისწავლა ნეირონულმა ქსელმა, მე მას PCA გარდაქმნა ჩაუტარეთ იმად განზომილებიან ვექტორს და მე დატაში უკვე რაღაც სხვადასხვა სიხშირით ხვდებით თითოეულ მნიშვნელობას, ხო? და მაგათი განაწილებები არის შესწავლილი რა და თითქმის ყველა გაუსიანიაო მაგას ამბობს აქ რა. და ეგეც საინტერესო ფაქტიაო და ეხლა ამ ყველაფრის შესწავლა ვერ მოვასწარითო და ალბათ თქვენიცითო დანარჩენიო მე თუ იმეს ჩვენ თუ დრო გქონდაო და ან თქვენს თუ დაგაინტერესებთ იმუშავეთო რა. რატო არის ესეო? მაგაზე ამბობენ სამომავლოდ. ხო, რა ვიცი, სულ ეს იყო, აბა კითხვები თუ გვაქვს რამე? თქვენ თუ გადახედეთ ისე თვალი თუ გადაავლეთ ამ სტატიებს, თუ კითხულობთ ხოლმე წინასა. იმ მცირედ გადავავლე. ხო, კარგია. ეხლა დღევანდელ დღეს რაც ვისაუბრებთ, რამე კითხვები თუ გაქვთ? ანუ ამის გამოყენება მხოლოდ ნეირონულ ქსელებს შეიძლება თუ მაგალითად XGBoost-ში. ანუ XGBoost-ში აი ხო მოიცადე ისევ გავაზიარებ. აი აქ ხო ქონდათ ნაჩვენები, რომ თავიდან შეგიძლიათ ანუ კომბინაციაში უნდა გამოიყენოთ რა. აი აქ ეს შედეგები რაც აქვს წარმოდგენილი. აქ არის რომ უბრალოდ არ გამოიყენეს ეს entity embedding-ი. თქვენ შეგიძლიათ ცალკე დაასწავლოთ ეს embedding-ები ნეირონული ქსელით. embedding-ი ხო ნეირონული ქსელებით ისწავლება, ნეირონული ქსელია რა, მეტი სხვა არაფერი. ეს embedding-ები შეგიძლიათ ცალკე დაასწავლოთ ნეირონული ქსელის გამოყენებით და მე აიღოთ და შეუშვათ უკვე სხვადასხვა მოდელებში. XGBoost-ი იქნება ეს, random forest-ი იქნება თუ რაც იქნება, სულ ერთია რა. მაგალითად, ფერები რო ავიღოთ ისევ, სვლადად თუ გაქვთ ფერი, თქვენ ტაბულარულ დატაში, ცხრილის დატაში, სადაც რომელიცშიც 3 კატეგორია გაქვთ, წითელი, მწვანე და ყვითელი. თქვენ შეგიძლიათ ამ წითელის, მწვანეს და ყვითელის წარმოდგენა დაასწავლოთ ნეირონული ქსელით, ანუ ეს embedding-ი გაუკეთოთ, როგორც სტანდარტულად აკეთებთ ხოლმე, აი ამ პროცესით, რაც აქ აღწერილი. და მე ეგ embedding-ი ამოიღოთ და უკვე ხელახლა მაგ embedding-ზე ახალი XGBoost-ის მოდელი გაგხსნათ, ოღონდ წითელის ნაცვლად უკვე 10 განზომილებიანი ვექტორი გექნებათ იქ. ანუ ფერის სვეტის ნაცვლად თქვენ მიიღებთ ახალ სვეტს, ფაქტიურად, რომელსაც სახელებს ვერ დაარქმევთ ეხლა ცალსახად, ხო? იმ 10 განზომილებაში რა შედის, ვერაფერს ვერ ეტყვით, მაგრამ რა ქვია, ანუ ტაბულარულ დატაში მიხვდით რას ვამბობ, მოდი იქნებ ვეცადო კიდევ დავწერო რაღაც.
აი თავიდან გქონდათ რაღაცა ფერი, კოლორი, ესეთი ველი. აქეთკენ რა ვიცი, რაღაცა სხვა ცვლადები, მაგალითად, sales ეს არის უკვე ტარგეტი აქ ამ დატაში, მაგრამ თავშოთ აქ ცვლადია. კიდე რაღაცა სხვა x2 ცვლადი. ანუ x3 ცვლადი უпростоრად და ასე შემდეგ, რა ბევრი ცვლადები გაქვთ ახლა ტაბულარ დატაში. აქ რაღაცა ნიშნულობები წერია, აქ წერია მაგალითად ready. აქ რაღაცა 357 პირობითად. აქაც რაღაცა 0.5. თქვენ შეგიძლიათ ახლა ეს data გაუშვათ neuronal ქსელში, გაისწავლოთ embedding-ები. ანუ აქ ხო თქვით, რომ სამი კატეგორია აქვს, ready, ანუ წითელი, ყვითელი, მწვანე. თქვენ თავიდან იწყებთ ინიციალიზაციას აი ამ მატრიცისას, რომელიც იქნება 3 რაღაცაზე, რამდენის იქნება ეს ჰიპერპარამეტრია იმ neuronal ქსელში, დედა ვარქვათ ამას. აქედან რაღაცა ყოველ ჩანაწერისთვის რაც შეგხვდებათ, აქ ხო შესაბამისი რიგი შეესაბამება ამ მატრიცაში, ხო ეგრეა, მეთანხმებით რა ამაში. გესმით ხო რასაც ვამბობ? თუ ვერა. რო გაყვებით ახლა აი ამ ცხრილს, აქ კიდე ხო ქვევით რაღაცები წერია. რაც შეგხვდებათ აი ამ color-ში, რომელიც ვთქვათ შეგხვდებათ, წახვალთ ამოიღებთ აი აქედან აი ამ შესაბამის rows, stricons. კონკატენაციას გაუკეთებთ აი ამ sales ცვლადთან, ამ x3 ცვლადთან, საბოლოო ჯამში მიიღებთ, რომ თქვენი input-ი კონკატენაციის შემდეგ იქნება რაღაცა ვექტორი, რომელსაც ექნება d + 2 განზომილება, იმიტომ რომ ეს დაემატა და ეს დაემატა. ყოველი input-ი თქვენი neuronal ქსელისთვის იქნება ეს, ფაქტიურად საბოლოო ჯამში. გაიulis ამ neuronal ქსელებს, იქ ტარგეტი დახვდება სადღაც, მერე ცდომილებას loss-ით შეაფასებს და back propagation-ით წამოვა უკვე დაეჯასტებულია აქაც და მერე შესაბამისად უკვე ეს მატრიცის დაეჯასტდება აქ და update-დება, ასე რომ ვთქვათ, embedding-ის მატრიცი. აი ამ მატრიცს რო დაისწავლით, მერე თქვენ უკვე შეგიძლიათ დატაში აქ რაც გაქვთ. ჩაანაცვლოთ ეს color-ის მნიშვნელობები, შესაბამისი, სადაც ready ეწერება, დაწერთ ის აი ამ stricons. ოღონდ უკვე მიიღებთ თქვენ ცხრილს ექნება ცოტა უცნაური სახე რა. აქ გექნებათ რაღაცა ბევრი color-ი ის სვეტი დაემატება ამ color-ის embedding-ის შესაბამისი. რა დაერქმევა ამ სვეტებს არ ვიცი, რავი ვერ გეტყვით მაგალითად C1, C2, რადგან color-ი არის იქ სვეტი, C3, C4 და ასე შემდეგ, CD-მდე. აქეთ დარჩება ისევე C-ები. და რაღაცა კიდე x3 ცვლადი. და აქ იქნება ეს მატრიცა, სადაც ready იყო, აი აქ ჩაიწერება ეგ რიცხვები, აქეთ წამოვა ეს მაგალითად პირველად ხო ready წერია, რაღაცა რიცხვები ჩაიწერება, აქ რო დაისწავლა neuronal ქსელმა, cell-ში დარჩება ისევ 357 და x3-ში დარჩება ისევ 0.5. და ესე შეივსება ეს მატრიცი თავიდან და უკვე ამაზე დაასწავლით უკვე XGBoost-ს. ამას შეუშვებთ უკვე XGBoost-ში პირდაპირ. და აგერა ესენი ამბობენ, რომ ესე რო იზავთო, როცა თავიდან იყო ცდომილება 12%-ო, ბოლოს 7% გახდაო. ფაქტიურად იგივე რაც neural networks ქონდა. ანუ ეგრეთ შეგვიძლია. ხო, target leakage არ გამოიწვევს, იმიტომ რომ embedding-ს ხო target-ზე ინფორმაცია აქვს და მე XGBoost-ს რო ატრეინინგებთ. მაგაზე. არა, რაღაც აზრით კი ეგ კონცერნი შეიძლება იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი სტანდარტულად XGBoost-ში და კატეგორიული ცვლადების ენკოდირებასაც რო ვახერხებთ, აი მანამდე იმაზე CatBoost-ს რო საუბრობდით, ხო, ერთ-ერთი მეთოდი კატეგორიული ცვლადების
ასე რომ ვთქვათ, პრეპროცესინგისა იყო რომ რა ტარგეტის საშუალო აგეღო. კატბუსტმა ხო მაგიდან დაიწყო რომ ეგ საშუალოს აღება ტარგეტ ლიკიჩს ნიშნავს რა, ან რაღაც კერძო შემთხვევებშიო რა. ხო გახსოვთ თუ არ გახსოვთ ეგ? კი. ხო, მაგრამ ნუ რაღაცა რიცხვი უნდა შეუსაბამო, რომელიც რაღაცა აზრით გონივრულია რა. რომელშიც აისახება სტატისტიკა, ტარგეტის სტატისტიკა რა. რომ მე დაისწავლე. ხა რეალურად ტარგეტი ყველა ამ იმაშია ასახული რა. ნუ ტარგეტის შენი შესაბამისი ტარგეტი ამ ცვლადშიც ასახულია, ამ ცვლადშიც ასახულია და აი ამაშიც ასახულია ცალსახად. და რიცხობრივად რო გამოხატო, ეგ ზუსტად მაგას ახვას სწავლობ მე შენ საბოლოო ჯამში რა. იმიტომ რომ აი ამათმა განაპირობეს შენი ტარგეტის, ეგრე უშვებ შენ, რომ შენი ტარგეტი არის აი ამ ინფუტების ცვლადი და შესაბამისად ყველაში რაღაც დოზით ასახულია უკვე მაგ ტარგეტი. უბრალოდ აქ artificial ტენი მაგ იმას, რომ და ან საშუალოს იღებდი მანამდე კატეგორიული ფიჩერების პრეპროცესინგის დროს. და აქ უკვე პრეპროცესინგის სხვა ის არის რა, რაღაც კუთხით კი დოზით მართალი ხარ. რომ უკვე ამ დასწავლილ წონებში ტარგეტის cross validაციასაც ხო შეგვიძლია ვქნათ. და არ იქნება ლიკეჩი. რას გულისხმობ cross validაციაში, აბა ვერ მოგყევი, კარგად ამიხსენე. აი ნეირონული ქსელი მხოლოდ 4 ფოლდზე დავატრენინგოთ. და მე ის XG boost-ი 1 ფოლდზე მხოლოდ იმ ემბედინგებით. ან მაგას აკეთებ ტესტ სეტი ცალკე ყოველთვის გაქვს შენ გადადებული. ტესტ სეტი ცალკე ყოველთვის ახლა შენ რო ამას ატრენინგებ და ამ ემბედინგებს რო სწავლობ, ეგ არ ნიშნავს რომ შენ მთლიან დატასეტს იყენებ მაგისთვის. ანუ ხო ეგ ალბათ კაცრად უნდა აღმენიშნა, ზოგადად machine learning-ის ეგ დაიმახსოვრეთ რომ cornerstone-ია და ეგ მაგაზე არავინ არ საუბრობს, იშვიათ შემთხვევებში არ ეკი მეთოდები, რომლებიც შეიძლება რაღაცები, მაგრამ ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევებში და რაზეც მე ვსაუბრობდი ეხლა მანამდეც და ალბათ მომავალში რაზეც ვისაუბრებ, გულისხმობს მაგას, რომ შენ სულ დატას არ იყენებ არასდროს. ანუ რაღაცა სეტი ხელუხლებლად გადადებული გაქვს სატესტოდ რა. cross validაციაც ხო მაგას გულისხმობს. რაღაცა ყოველთვის გიდევს ცალკე, რომ იმაზე შეამოწმო შენი მოდელის პერფორმანსი, რომ რამეს სხვა აქვს. არასწორად ნუ რაღაცა რაც ხელუხლებელია ასე რომ ვთქვათ რა და რაც არ არის ასახული ტრეინინგის დროს. ტრეინინგში არ შესულა. ისეთი data point-ები გაქვს და გადადებული ცალკე. შენი დატის რაღაც ნაწილი. რომ იმ პარამეტრებს, რომელსაც ტრეინინგის დროს სწავლობ, იმ პარამეტრებთან იმ data point-ებს შეხება არ ქონიათ საერთოდ რა. არც იმ ტარგეტს და არც კიდე შიგნით ცვლადები რაც არის. ეგენ სამშენი გაქვს შენ, რომ ცალკე რო ტესტს გადადებ, ეგეთი მახასიათებელი აქვს იმ სატესტო სეტს რა, რომ არც ცვლადებს და არც ტარგეტს ამ ტრეინინგის პროცესთან და ამ ტრეინინგის დროს დასწავლილ პარამეტრებთან არანაირი კავშირი არ აქვს. და შენ უბრალოდ მე აქ რო დაისწავლი რაღაცას და დაიდენტიფიცირებ ამ პარამეტრებს, წონები იქნება ნეირონული სეტის თუ split point-ები იქნება ეს boosting-ის და ხის მოდელებში არ აქვს მნიშვნელობა. მე მაგ პარამეტრებით დაიდენტიფიცირებ აგებულ მოდელს უკვე ამოწმებ ისეთ სეტზე, რომელშიც არც ერთ ელემენტს არანაირი შეხება არ აქვს ამ პარამეტრთან რა. პარამეტრებთან უბრალოდ, რომელიც მოდელს ფაქტურად ეგ არის მთელი მოდელი რა, მაგ პარამეტრების ერთობლიობა. მეტი სხვა არაფერი არ არის მოდელი. და სუსუ თავიდან ეს ვექტორები რენდომად არის ინიციალიზებული თუ რამე ნოლები არის თუ როგორ? არა, როგორც წესი რენდომად ხდება ხოლმე. აი როგორ აკეთებთ ხოლმე იმის დროს word embedding-ებს რომ ის გვასიური დისტრიბუციიდან ვიღებთ რენდომად. ხო, სულ ერთია, რაღაცა რენდომულიდან, მაგალითად გაუსენიდან ან რაღაცა uniform distribution-ი შეგიძლია აქედან აღებული რანდომული რიცხვებით შეავსო.
მაინც სწავლადია რა. საბოლოო ჯამში აპდეიტდება ოპტიმალურ, ოღონდ ლოსით ოპტიმალური აზრი. აგ ლოსის აზრით, რომელსაც დასვავ შენ ამოცანაზე, რომლითაც ცდილობ შენ ამოცანის გადაწყვეტას, იმ ლოსით ოპტიმალურ მნიშვნელობამდე დავა მაინც. ნეირონული ქსელების შემთხვევაში ხო, ლოკალური მნიშვნელობამდე შეიძლება დავიდეს, მაგრამ არის მეთოდები, არის სტოქასტიკ გრადიენტის გრადიენტის დესცენტი და ასე შემდეგ. რომელიც მაგაზე გაზღობს რა. რომ ლოკალური, ისეთ ლოკალურ მინიმუმამდე არ დავიდეს, ლოსის ლოკალურ მინიმუმამდე, რომელიც გლობალურ მინიმუმიდან ძალიან შორს არის რა. gradient descent-ის ალგორითმის ხო ეგ არის, რომ პარამეტრებს შენ ნებისმიერად ახდენ ინიციალიზებას, პარამეტრების ინიციალიზებას და მერე ნელ-ნელა უახლოვდები მინიმუმს რა. ნებისმიერად კიდე ინიციალიზაცია რავი როგორც გინდა ისე მოახდინე რანდომულად. როგორც გინდა არა, კიდე არსებობს კიდეც ახლა რაღაც კუთხე თუ რაიმე წინას არის ინფორმაცია გაქვს ამოცანაზე მის ფიზიკური შინაარესთან გამომდინარე, შეგიძლია თუ ექსპერტული ცოდნა გაქვს, რომ როგორ შეიძლება საბოლოო პარამეტრების განაწილება იყოს, როგორი შეიძლება იყოს. დაახლოებით მაშინ იმ განაწილებიდან აიღებ რა საწყის პარამეტრებსაც და უფრო სწრაფად დასრულდება ეს ტრენინგი და სწრაფად კონვერჯირდება, სწრაფად შეიკრიბება, თუ რა როგორ ქვია, ქართულად არ მახსოვს. სწრაფად კონვერჯირდება. ხო რა, დასრულდება ალგორითმი. უფრო სწრაფად კრებადი იქნება, ასე რომ ვთქვი. ხო, აი CatBoost-ში ხო ტარგეტის საშუალოს ვიღებთ და აქაც შეგვეძლო რაღაც მსგავსი გავკეთებინა. სად ვიღებთ ტარგეტის საშუალოს? CatBoost-ში. CatBoost-ში ტარგეტის საშუალოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კატეგორია პირველი ან დაშაფვის პირველი ხდება. სულ თავიდან ინიციალიზაცია რო არის. არა. ისი როგორ არის, იცი? CatBoost-ში შაფლავ დატას, გადაანაცვლებ ერთმანეთს რანდომულად, პერმუტაციას გავუკეთებ და მერე იწყებ რა. თუ პირველი მაგალითად ისევ ფერებზე რო ვისაუბროთ, შეხვდა პირველი ფერი, მაგალითად მწვანე. მანამდე ეს მწვანე არსად არ იყო, იმიტომ რომ პირველია, ხო? ეს მწვანე არსად არ გქონია, მაშინ იღებ უბრალოდ პირველ შემთხვევაში ამ ტარგეტის გლობალურ საშუალოს. ყველა ზოგადი ტარგეტის საშუალო რაც აქვს, იმას იღებ და ჩაწერ. მაგრამ შემდეგ რომ მიდიხარ უკვე დატაში ქვევით რო ჩაუყვები, კიდე თუ სადღაც შეხვდა მწვანე, მერე იწყებ და მაგის წინ რომ მწვანეები შეხვდა, იმათ საშუალოს იღებ და იმათ სასწერ უკვე ამ მწვანეში. ამ მწვანის შესაბამისი, მაგ მწვანეს უკვე ენკოდირებას მასე უკეთებ რა. და ასე შემდეგ, ჩაყვები ბოლომდე მთლიანად დატას. იხდი რას ვამბობ? კი. ხო და ვიფიქრე რომ აქაც მსგავსი არ შეგვეძლო თავიდან ვექტორებისთვის რაღაც ტარგეტის პროპორციული იმით რო გვექნა. ინიციალიზებას ამბობ შენ ამ ემბედინგის მატრიცას ამბობ? კი, რა, სავსებით ლოგიკურ შესაძლებელია, კი ბატონო. კი ბატონო, იმიტომ რომ შენ აქ თავისუფალი ხარ, როგორც გინდა, შეიძლება ეგ არ იყოს ოპტიმალური მნიშვნელობა, მაგრამ მაინც კონვერჯირდება ამ პარამეტრების ემბედინგის ოპტიმალური მნიშვნელობა შეიძლება ეგ არ იყოს იმ ლოსის აზრით, რომელსაც ამოცანის დროს განსაზღვრა. მაგრამ რავი, ლეგიტიმურია გააქვს მაგის უფლება. მაინც თუ ოპტიმალურია, მალევე კონვერჯირდება, დასრულდება, ტრენინგი და შენ შეგიძლია early stopping-ის ისენიც ხო გაქვს, ასეთვის საშუალებები ხო გაქვს, იცით ხო, ნეირონულ ქსელებში early stopping-ი ეს. ხო. შეგიძლია ეგეც გაუსეტო რა კონდიშენი, რომ თუ რაღაცა ლოსია უკვე აღარ მცირდება საკმარისად, მაშინ დაასტოპე ტრენინგი რა და თუ მართლა ოპტიმალურია ეგ პარამეტრების ეგეთი სეტინგი, მალევე დაასტოპებ და მოწდა გათხოვე. თუ არა და მაინც მოუნდება რა, მაინც იპოვის ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ეყოფა ის ეპოქა და ასე შემდეგ. iterაცია და სხვა პარამეტრები, რომელსაც გაუსეტო. რომელიც ასევე ჰიპერპარამეტრებია და კროს-ვალიდაციის დროს უნდა დაადგინო და მოკლედ ერთ სიტყვით მაინც იდენტიფიცირებადია და გააქვს მაგის უფლება კი რა.
კიდევ რამე სხვა კითხვები ხო არ არის? არ არის კითხვები ბავშვებო? კარგი, გამიხარდა რომ კიდევ ერთხელ შევხვდით მაშინ. მე მგონი არ იყო რთული ფეიფარი, ხო? სავარაუდოდ, იმიტომ რომ თქვენთვის ნაცნობი იყო ეს ყველაფერი. აქამდე არაფერი უცნობი აქ არ იყო დიდი ისეთი საიდუმლო და რთული მათემატიკაც ახლა აქ არ იყო, იმიტომ რომ ერთი აი მეტრიკის კონცეფციამ შეიძლება ცოტა მეტრიკის და მეტრიკული სივრცეების კონცეფცია შეიძლება იყოს თქვენთვის უცხო, მაგრამ კიდევ და კიდევ ერთხელ უბრალოდ მაგასაც მარტივად შეხედეთ. არაფერი დიდი ისეთი უცნაური იქ არ ხდება, უბრალოდ ყველა ფუნქცია, რომელსაც აი რაც წეღან ჩამოვთვალეთ, ზევით რაც ჩამოვთვალეთ, ყველა ფუნქცია, რომელიც მაგ პირობებს აკმაყოფილებს, ანუ მანძილის განსაზღვრის პირობას აკმაყოფილებს, შეიძლება ლეგიტიმურია ჩაითვალოს, ავიღოთ მეტრიკად, ანუ იმ სივრცეში მანძილი რაღაცა ობიექტებს შორის მანძილად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივ. და იმ რაღაცა უცნაურადაც ქონდა კიდეც, ხო? თლად უცნაურად არა, რაღაც გარკვეული შინაარსი ქონდა იმ მეტრიკას, რასაც ის ავტორები საზღვრავდნენ იქ. მაგრამ ნუ თქვენთვის ცნობილი და ესეთი ყველასთვის საერთოდ საყოველთაოდ აღიარებული მანძილის დათვლის მსგავსი გამოსახულება არ იყო, ხო? რაღაც ცოტა უფრო უცნაური გამოსახულება იყო. მაგრამ რავი, სავსებით ლეგიტიმურია. იმიტომ რომ მანძილის განმარტების იმ სამ პირობას აკმაყოფილებს, 3 თუ 4 აღარ მახსოვს ზუსტად. ერთი არის არაუარყოფითობა, მეორე არის სიმეტრიულობა და მესამე არის ხო, სამ პირობა რა, სამკუთხედის უტოლება. ნებისმიერი ყურით მოთრეული ფუნქცია, რომელიც მაგ თვისებას აკმაყოფილებს, ლეგიტიმურია თქვა, რომ არის მანძილი აი ამ ჩემ სივრცეში, ასე რომ ვთქვათ, ელემენტებს შორის. კარგით, მაშინ აბა დავემშვიდობოთ ხო ერთმანეთს მე მგონი და შევხვდებით მომავალ შაბათს, სავარაუდოდ ხო ისევ. დიახ. კარგით, აბა დიდი მადლობა. დავასრულებთ. მადლობა თქვენ.